მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი ეპიზოდი პრემიერ ლიგა პლუსის და ისევ ჩვენ კი მე და ბადრი ვართ ხოლმე ესე ვთქვათ ჩიპი დეილივით, მაგრამ შიგადაში ჩვენ შორის სტუმარია ხოლმე, რომელიც კიდე განსაკუთრებულად გვიხარი. ეს არის ჩვენი რიგით მეორე სტუმარი, ბატონი დავით მინაშვილი, ამას ზედმეტი წარდგენა არ ჭირდება. ყველას გვახსოვს მისი ჩახლეჭილი ხმა, მთელი ქვეყანა ნერვიულობდით ამ კაც ხმა როგორ აქვს და იოგები როგორ აქვს მეორე მესამე დღეს, მაგრამ თან ეგ გვიყვარს ამ ადამიანში, რომ ასეთი ემოციებით შეუულია და ასე უყვარს ფეხბურთი. დავით, მოგესალმები, მეგობარო, ბადრი, შენც მოგესალმები. და ჩვენ მაყურებელსაც მივესალმოთ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაც გაწამათიებში იყავი, მაგრამ ჩვენთვის მოიცალე და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. იმედი გვაქვს რომ საინტერესო მინიმუმ 1 საათს მაინც გავატარებთ. ბადრი, შენ რა სიტყვი? ხომ მიესალმები ხალხს? რა თქმა უნდა, მივესალმები ჩვენ ძვირფას მაყურებელს, ჩვენ რომ მივესალმეთ, ეხლა თვითონ არ გვინახია. ხო. ხო, არა, ეგრე რა დიდი გათოს დიდი მადლობა მოგზანებისთვის. იმედია საინტერესო საუბარი გვექნება და ვასიამოვნებთ ჩვენ მაყურებლებს ლამაზი საღამოთი. შენ როგორ ხარ დავით, აბა რა ხდება შენს? ხო, ეხლა როგორ უნდა იყო ამ პერიოდში, რამდენი დღე და 3 დღე დარჩა, ხო, მე-4 დღეს უკვე თამაშებია და აი ეს ის მომენტი, აი მართლა 4 წელიწადი რო ელოდები, აი ამ რაღაცა დღესასწაულს და მოვიდა რა დარჩა და ცოტა უცნაური ჩემპიონატი გვექნება, ყველანაირი კრიტერიუმით, ფორმატი დაგებით, რა ვიცი. ყველაფერი განსხვავებულია, მაგრამ ესეც საინტერესოა, რომ ეს პირველად არის რაღაც ვავსი. და რა ვიცი, მოლოდინი რა თქმა უნდა ძალიან ისეთია რა. სადღესასწაულო რომ სოფლიო ჩემპიონატ ფეხბურთში. ამით ყველაფერი მთავრდება. თან ერთი რამეა, რომ აქ მესი და რონალდოს არ ვიცი, ალბათ რაღაცა განსაკუთრებული გაცილება ჭირდებათ რა, როგორც ნამდვილი ოლიმპოს ღმერთების ერთ-ერთ. ისე გაგახსენებ და წინა სოფლიოზეც იძახდნენ, რომ ბოლო სოფლიო ამას. და მეც ვეხა რონალდოს. კი, არა. უბრალოდ რა თქმა უნდა, მაგრამ ისე ჩაგერთე ბოდიში და ზუსტად მახსოვს აი ყველგან იმაზე, რომ 36-27 წლის და ბოლო როგორც ის არის ხოლმე რა რაღაცა გედის სიმღერა და ბოლო ცეკვა ყველანაირი იმი და შეიძლება გრძნობენ თავს. კი ბატონო, მაგრამ რონალდო ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატს რაღაცნაირად აი ვადარებ 2006 წელს თუ გახსოვს ხარ როგორ არ გახსოვს. და რამდენი ვარსკვლავი წავიდა 2006-დან და აი ეს პლიადა რომელიც ახლა მიდის, მაშინ ახალი დამწყები ფეხბურთელები. 2006-ში მესი და რონალდოს პირველი ჩემპიონატი იყო 2006-ში. მაშინ დაიწყო. აი რა 17 და 19 ნომრები, ხო, 7 და 10 არ იყო ჯერ. ხო, და სხვათა შორის რონალდოს ძველი რონალდო რომელიც ჩემთვის ყველა დროის საყვარელი ის არის ფეხბურთელი. ბრაზილიური. ხო, ნუ მესი ჩემთვის ახლა სხვა მესია ყველა დროის ესე ობიექტურად რომ ვიღაცამ მკითხოს რომ ვინ არის ყველა დროის, გეტყვი მესი, მაგრამ პირადად ჩემთვის ტრავმები რო არა და 1000 კიდე რა, რაც მაურინიო თქვა რომ ტრავმებიო, თორე მე ეგეთი მოთამაშე არ მინახავსო რა. სუბიექტური ახლა ხო ის ფეხბურთი როგორია, ვიღაცას რონალდოს სტილი მოწონს, ვიღაცა ამის სტილი, ვიღაცას ფედერერის, ვიღაცას ნადალი, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ ორივე, 3-ვე თუ 4-ვე თუ კიდე არიან მოთამაშეები, რომლებიც უბრალოდ, ნუ ხო, აი, გევასება, არ გევასება, მაგაზი აღარ გადის, უბრალოდ ძალიან დიდი პატივისცემა უნდა გქონდეს ასეთი თქვათ მომზადებისთვის, სხვერბლისთვის. არა, ეპოქა არის ეს. ჩვეულებრივი ეპოქა, რონალდო, მესის არის ერთი ეპოქა, ერთი ძალიან დიდი ეპოქა და მადლობა ყველას რომ ჩვენ ამ ეპოქაში ცხოვრობთ და თან იმ მომენტს მოვესწარით, როცა ჩვენ ხა პელე მე არ მახსოვს, კრუიფი, დი სტეფანო ისინი, მაგრამ ისიც ეპოქა იყო, ხო? თავის ეპოქა, მაგრამ იმას ესე ვერ ხედავდა ყველა მაყურებელი. ჩვენ ხო ხა საქართველოში რამდენს ქონდა პელეს თამაში ცოცხლად, ხო? ნანახი და დი სტეფანოსი შეიძლება მართლა ერთეულებს და ჩამოთვალდა. ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ. ეს ბედნიერება გვაქვს, რომ სასწაულ ეპოქას მოვესწარით. ვის მოწონს, ვის არ მოწონს, მაგაში გეთაყვები ხა. რონალდოზე პირდაპირ ვიძახით, ჩემთვის მსგავს 9 ნომერი არ ყოფილა. ვინც არ უნდა დაიბადოს და ყველას ვედავები ამაზე. რაც შენი თვალით გინახავს. ხო, რაც ჩემი თვალით მინახავს, ხა კიდევ მეორე ხა, მე პელე არ მახსოვს ხა. ხო, სწორია. იცი რა, აი ბობი რობსონის აი ეს რეაქცია, როდესაც დეპორტივოსთან გოლი გაიტანა, აი ეს აღწერს კარგად მთელი რონალდოს თამაშის სტილს. სხვათა შორის ახლა ხანს ინტერვიუს იძლეოდა დაახლოებით 1 წლის წინ ბრაზილიის ნაკრების არ მახსოვს რომელი მოთამაშე ეჭდა და რაღაცას ლაპარაკობენ, რომ მიუდეაოს აბა ბაჯბა როგორც იციან და უცებ ესე ტიპია რა და ეს ხო ზის რონალდო აიცმავ ამ ხელად და სტრიჟუ მე თუ ბრატო que bracet tu mi amor você თუ რაღაცა და ეს ტიპი დგას და ამას აკეთებს ხო ესე მოდის და უკვე მიდის რა ინტერვიუდან და მის ფეხებს ეხა შენი ფეხები რონალდოს იყო ამას უკეთებდა რა თვითონ შენი ფეხების ძალა ჩემთანოდან მე იცინოდნენ ძალიან საყვარლები იყვნენ რა და აუ საოცრება იყო კაი რონალდოს ერა შევჩერდეთ ხოლოდ მოდი
ძირითადი მოლოდინი. პირველ რიგში ახალი ფორმატითო შეცდომ ახსენე და ძალიან ბევრი გუნდია. საერთოდ ზოგადად ცვლილებების მიმართ ცოტა ისე ვართ ხოლმე, აი თავი და ყველა ეს. ხო, იმიტომ რომ აი ანალოგი რომ მოვიყვანო, მაგალითად NBA-ში რომ შემოიტანეს play-in-ი, ანუ თუ ადრე იყო პირველიდან მერვეზე ეგრევე გადიოდი play-off-ში, პირველიდან მერვე ადგილზე რომ გასულიყო, პირდაპირ play-off-ში იყავი. ეხლა მხოლოდ 6 გუნდია, რომელიც ეგრევე play-off-ში გადის. მე-7, მერვე, მე-9 და მე-10 იბრძვიან მე-7 და მერვე ადგილისთვის, ხო? თუმცა, ვინც მე-7 და მერვეზეა, თავისი უპირატესობები აქვს. ამას ძალიან სკეპტიკურად შეხვდა ბევრი, არ მოწონდათ რაღაცა, მაგრამ აშკარად ძალიან გაამართლა, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული თამაშები იყო, ერთ თამაში წყდებოდა რაღაცა და მოკლედ ამ ფორმატმა გაამართლა. არის თუ არა შანსი, რომ თუ ეხლა ბევრს ხინჯა დააგ და რაღაცა მაინც მესმის ექსპერიმენტის სახისავით უყურებ და ჯერ არ ვიცით რას იზავს, მაგრამ აი როგორი მოლოდინები გაქვთ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე და მოგწონთ თუ არა ამდენი გუნდის იდეა. ხო, მოდი მე შევადარებდი შენ NBA-ში ადარ და მე ჩემპიონთა ლიგას შევადარებდი წინა სეზონი, როდესაც ეს სიახლე შემოიღეს, აღარ იყო ჯგუფური ეტაპი, როგორც ადრე იყო და ლიგის ფაზა დაარქვეს. გუნდებიც ვერ გაერკვნენ მე მგონი, იმიტომ რომ რაღაცა სრული არეულობა იყო, ვისად გადიოდა, ვინ როგორ გადიოდა, მაგრამ წლევანდელმა სეზონმა უკვე გაამართლა და ყველას მოეწონა, იმიტომ რომ ჯობია რა, მეტი თამაშია, მეტი კარგი თამაში გამოვიდა, უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცათ პატარა გუნდებსაც და უკეთესი იყო და რაც შეეხება ხა 48 გუნდი, არ ვიცი ხა ჩემი აქაც სუბიექტური აზრია, თქო, ცოტა მებევრება. იმიტომ რომ ისეთი გუნდები თან ეს გადანაწილება, ხო, აი რითხსნი, იცი ჩემ მოსაზრებას, რომ ევროპიდან მეტი გუნდი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ფეხბურთელების განაცხადები არის, ხო, დაიდო ყველა გუნდის განაცხადი, 70% თამაშობს ევროპაში. ესე იგი, ევროპული ფეხბურთი ამ შემთხვევაში გინდა საკლუბო ყველანაირად უფრო წინარი, ვიდრე დანარჩენი ეს გუნდები და ეხა აზიიდან, აფრიკიდან 10 გუნდი ცოტა ბევრია რა, მაინც ალბათ რა და იგივე აი ეს სხვადასხვა კონტინენტებიდან, თორე როგორი იქნება არავინ არ ვიცით, ჯერ უნდა ვნახოთ. ეხა ეს არის წინასწარი ვარაუდი, მხოლოდ რომ ბევრია და შეიძლება ძალიანაც კაი იყოს 104 თამაში 38 დღეში ერთი შეხედვით რო წარმოიდგინო, მართლა საოცრებაა, მაგრამ ვნახოთ. უბრალოდ აი წინასწარ ეხა ნუ რა ვიცი, ბევრი არის დათო, ბევრი არის ძალიან, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ამას. კარგი რაც არის, ბევრი იყოს ჯობია. კარგი რაც არის, ერთა ლიგა რო არ შეექმნათ. ხო, შეიძლება ვერ გავიდოდით, ხო? ეხა ისიც სიახლეა. ანუ სიახლეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი. არა, უნდა გაიაროს ამ სიახლემ რაღაც ეტაპი, რომ მე ვნახოთ კარგი იყო თუ ცუდი. წინასწარ ესე გადაჭრით რაღაცის თქმა ძნელია რა. წინასწარ შენ გემახსოვრება, ილო ცოტა პატარა 24 გუნდი რო შემოვიდა 82 წელს, მაშინ იძახდნენ რომ აუ რა ამბავი გუნდია 24 და 32-ზე ხო აღარ იყო საერთოდ ლაპარაკი და 24-ზეც კი იძახდნენ და ხო, ნუ საერთოდ ცოტა ხა აფრიკა საერთოდ ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატები კი საერთოდ რა ფეხბურთელები იყვნენ. ძალიან და ხო, იმიტომ სხვაობა იყო ეხლა 10-ით 1 ამ ჩემპიონატზე არ დამთავრდება ანგარიში. შეიძლება ეხაც მორჩეს ეხა ფეხბურთი არაფერ არის. ეხა ის იმდენი შემოვიდა, ეხო გეუბნებოდი წერანაც, რომ აი ძალიან ეგზოტიკაა რა. კურასაუ, კაბო-ვერდე, აგეია არის ჰაიტი. ილომ იაპონურად დაიწყო ლაპარაკი რომ გაიგო. რა. კურასაუ. იაპონელები მაგრამ ევასებიან, საოცარი ხალხია, საოცარი მებრძოლის სული. არც ფეხბურთელები არიან მაგ იყოს გასახილველი. არც სუდები არის. ჩვენ ყველა გუნდს, ნუ ეხა ჩვენ წინაზე F ჯგუფამდე ფაქტიურად რაც შეგვეძლო მე მოვიხილეთ, ეხა კარგია რომ კიდე დავითი შემოგვემატა, იმიტომ რომ კიდე უფრო კარგად შევძლებთ რაღაცნაირად გავარკვიოთ თუ რა მოლოდინები გვაქვს ამა თუ იმ ნაკრებზე. თუ F ჯგუფზე ვლაპარაკობთ, ალბათ ყველაზე კაი ჯგუფია. ყველაზე მეც მასე შევხვდა, მაგრამ არის იქ კიდე საინტერესო ჯგუფები. და F ჯგუფშია იაპონია, შვედეთი, ნიდერლანდები და ტუნისი. და ტუნისი არა. ტუნის საჩუქარი არავის არ ქია, მიუხედავად ხა ბელგიასთან. აუცილებლად წაართმევს ვიღაცას, კულას დარწმუნებული. ტუნისია ადრეც კულას მაინც წაართმევს. ალჟირი, ტუნისი, მაროკო, ამათ ყოველთვის შეეძლოთ რთული ისა, იმიტომ რომ ეხა აი რო ავიღოთ ზიდანიც და ბენზემაც ორივე. ანუ რაღაცა ტანწყობა აქვთ ისეთი და აი მოხერხე ეხა იმათზე არ მაქვს საუდის არაბეთს და იმის ლაპარაკი, იმათაც თავისი რაღაცა პატარ-პატარა გაბწყინებები როდესღაც ქონიათ, მაგრამ აი ეს სამი გუნდი ყოველთვის იქნება ისეთი გუნდი, ვით უმეტეს ოღონ თუ ეს იმართება ეხა თან ამერიკაში არის, არ დაგავიწყდეს, სადაც დროის ის არის. ეგეც მაინტერესებს, სანამ გავაგრძელებთ საუბარს, დროის ფაქტორი. თქვენი აზრით იმოქმედებს გუნდებზე, თქვა და ყველაზე მეტად ვიზე შეიძლება. ბევრი წუწუნებს სიცხეს, ხო, სიცხეს თემა. ამიტომ ტუნისი იქნება. ეს რატო თქვი, რომ ტუნისი იქნება, ალჟირი იქნება, თუ მაროკო იქნება, მათთვის თუ
თუ სადმეა ხელსაყრელი, ისევ აი ეგეთ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, შეიძლება ერჩუნოთ აფრიკა, მაგრამ ამერიკაში აი სიცხე იქნება თუ რაღაცა, მაგას ადვილად გაართმევენ ჩემ ესეთ თავს. მოდი ჩვენ ახლა მთლად ბოლივიის кейსი არ არის რა, ბოლივიაში რო ადიოდი და იქ რო საერთოდ თქვა. ხო, მაგრამ ბოლივიაში ზუსტად მახსოვს რომელი წელი იყო. ბრაზილიის ნაკრები ჩავიდა და 6-0 მოიგო. 6-0, მაგრამ არგენტინასაც მოუგო 6-0. არა, ზუსტად ის მომენტი იყო, როცა გუნდი იყო ბრაზილიის ნაკრები, მართლა გუნდი იყო ის. ჩავიდა და გინდა რა ვიცი, იმათთან აზრი არ ქონდა სადგე თამაშებოდა. ხო, ეგ უკვე ძალიან დომინაციაა, მაგრამ რაღაცა ფაქტორი ეგეც ყოველთვის იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში ამაზე ხშირი იყო. აი ჩვენ აშშ-ის ნაკრებზე ვლაპარაკობდით. ძალიან სიმპათიური. 95-ში, 94-ში ჩატარდა ჩემპიონატი და 95-ში ის მეიჯორ ლიგა გახსნეს. და იაპონიის ჯეილიგას 90-ში. ჯეილიგა 90-ში დაიწყეს თამაში. მანამდე ხო იცი საერთოდ აი ეს ამაყ უარს იძახდნენ რა თამაშზე მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც დამართეს ხა ატომური ბომბა და გაწყვიტეს ხა. მაგრამ ეხა ყველაზე დიდი მოკავშირეები არიან ასე რომ დაიწყეს და მე ბავშვებმა ბეისბოლი შეცვალეს ფეხბურთით იმდენად შეუყვარდა და რა დონეზე აიყვანეს ბეისბოლში ახლა ძალიან კაი ხალხი ყავთ ხოთაში. მაგრამ წინ წამოწეული პლანზე არის ფეხბურთი. ძალიან წინ წამოწეულია, მაგართა ისინი არ აყავს. ორი ძალიან მაგარი ფეხბურთელი და მიტომა და ის მეორე ის ტრავმა აქვს? მინამინა. თუ ტრავმა აქვს. ტრავმები აქვს ორივეს. იაპონია ყოველთვის იყო იქ ვარსკვლავების გუნდი, არასდროს არ ყოფილა. შეკრული, მებრძოლი, რომელიც არაფერს არ თმობს, აი არც ერთ მართლა პატარა ნაკამბექები აქვს დადებული ეს. ხო, იაპონიაზე მედამცინეს იმაზე. იაპონია. სამხრეთ აფრიკაში რო იყვნენ ტრიბუნები დაალაგეს თუ გახსოვს. ხო, და რა კარგი ერია მისკი და შენ რეებს აქცევ ყურადღებასო და არა უნდა მიაქციო, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცა მაშინ ძალიან უცხო იყო, რომ ადამიანები ჯგუფი, რომელიც ახლა იქთან სამხრეთ აფრიკაში ეს გულშემატკივრები რაღაცა ძალიან ჯგუფურად დადიოდნენ, იმიტომ მარტო არ უშვებდნენ ახლა უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ეს რაღაცა ერთი ჯგუფი იყო, რომელსაც არაფერი არ დატოვა იქ ისეთი გაკრეალებული იყო ის ტრიბუნა მე პირველი იყვნენ იაპონელი მერე აიღეს ამათგან მაგალითი ბევრმა დაიწყო ამის ის მართლა საოცარი ხალხია და არა მარტო არა მე ეს უკვე ტრადიცია ფეხბურთელებიც გასახდელს ალაგებდნენ და ხო არის ტრადიცია უკვე ხო იმათ ენაზე დაუწერეს მადლობთ ანუ დახვედრისთვის და მომსახურებისთვის არა საოცარი ხალხია ძმაო ჯერ მარტო მაგათი ტრადიციები და სუმა სამურაებიც იაკუზა ხო იცი მანდ როგორ არის ტიპი თუ რამის დააშავებს ეს უნდა დაიჭრის და მე ესე მიდიან და ძალიან ღირსეული ხალხი ხო და ტრადიცია არ არიან ახლა ადრე როგორც იყვნენ რომ თამაში რო წაიგოთ თქვა და სამარცხინოც წაიგოთ პირობითად 6 წუთი ადრე შეიძლება ხარაკირი გაეკეთებინოთ იქ აღარ არიან და მოახერხეს ტრადიციის და თანამედროვე დააბალანსება მაგრამ აი კაი მოდი როგორ ფიქრობთ F ჯგუფში სადაც არის კიდევ ერთხელ ჰოლანდია იაპონია შვედეთი და ტუნისი როგორ უყურებთ ანუ პირველ ადგილოსანს მეორე ადგილოსანს და ნუ ვინ ჩარჩება და ასე შემდეგ მათ პირველ ადგილოსანს ვერ ჰოლანდიას ვერ იტყვი თუ რაღაცა არ მოგივიდა თავში და რაღაც პირველ ადგილოსანს ვერ იტყვი მაგრამ ჯგუფიდან მე ასე მგონია რომ უნდა გავიდნენ შეიძლება სამი გუნდი გავიდეს მათ ისე მოხდეს ხო აქედან დიდი ალბათობით სამი ვერ გავიდეს მაგრამ აუცილებლად ვიღაცას ქულებს წაართმევს ჩემის აზრით ისეთ ტუნისელები ისეთ მებრძოლი გუნდია რა ვიღაცას ხო თავში არა ფუცელზე ჰოლანდიაა ფავორიტი ფავორიტი რა თქმა უნდა. ბოლო თამაშები ამ ხანაგურები არც ყველა უყურებთ. ხო ხა მე პირადად ყველაფერს უყურებ, მაინტერესებს და არც ვერც ხედავ ხა რეალურად, ხო რეალურ ძალას ხა ყველა რაღაცას ან მალავს ან ისე თამაშობს, მაგრამ ძალიან სიმპათიური გუნდია. აღარ არის რაღაცა იმ დონის ვარსკვლავები, აღარც გულით იყავთ, აღარც ვამბასტენი, აღარ ბერკამპი და შემდეგ ვამპერსი და ისინი, მაგრამ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია. ძალიან ბევრი და მეც გეთახვები და გულშემატკივრები. ძალიან სიმპათიური გუნდია რა ერთ შეხედვით რომ. უბრალოდ კი არ გულშემატკივრები. ჯერა რომ დიდი შესაძლებლობა. კი, მაგას ვიძახით რომ შორს უნდა წავიდნენ. სამჯერ უნდა წავიდნენ და აი რომ იძახენ ინგლისი არ უნდა გახდეს ჩემპიონი და მე კიდე მასე ჰოლანდია არ უნდა გახდეს ჩემპიონი. მე ესე მგონია რომ ჰოლანდია უფრო ღირსია. არა, ძალიან კარგი გუნდია, მე ამიტომ ვიძახეთ ჯგუფში პირველი ადგილი აქ ეს არ წვიტავს ხა თავრე უნდა გახვიდე ხო ხა მიზანი ესა აქვს ხა საერთოდ არა მაგრამ ყველაზე ერთ-ერთი სიმპათიური გუნდი თუ ვინმეა დღეს არის ისა და სანახაობრივი ფეხბურთი და კი მე ჰოლანდიის დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ ასე რომ ის გახსოვს რა გამიხარდება მხოლოდ ფინალი ხო წააგეს ესპანეთთან ხო
და პირველივე თამაში იყო ესპანეთთან და 5-1 მოუგეს вообще ესპანეთს. 5-1 ჩემპიონებს იმენა. მაშინ ესპანეთი ძალიან მაგრა იყო, მაგრამ ჰოლანდია საოცრად შემეცოდა მაშინ, საოცრად. და რაღა ძალიან ცოტა აკლდა. სულ ესე ვარდება იქ რობეს ესეთი ბურთი არ გაუფუჭებია, მე მგონი ერთ-ერთზე არასდროს რასიკას ეროს მიხელსი ტოტალური ფეხბურთი დიდი აიაქსი არა ეს ტრადიცია კარგია, მაგრამ ეს ძალიან კარგი გუნდია. ის რომ ძალიან დიდი გუნდები ყავდა ფაქტია. დიდი გუნდები იყო. ეს სხვანაირი გუნდია. შეიძლება ესეთ გუნდმა უფრო მეტ შედეგს მიაღწიოს. მე იმიტომ ვიძახი, რომ აი უფრო თანკიდები რომ 3 მე ხო ლივერპულს გულშემატკივრობ დინამოს შემდეგ რა და და 3 ლივერპულელია. ხო. დაც როგორ დაცვა გრავენბერხი და გაბკო. დაცვა ნახევარდაცვა შემდეგ. დაცვა ნახევარდაცვა თავდაცვა. ხო, ჰოლანდიას რას ფიქრობთ კუმანზე? ანუ იმიტომ რომ მესამედ არის უკვე ფაქტურად ნაკრების წნელი და არგი მსვლელია და ყველაფრის პრეისტორიების გათვალისწინებით როგორი მოლოდინი გაქვს და ალასი რო გადავიდა ხო გახსოვს? ძალიან სისულელე ქნა მაშინ. ხო, ძალიან სისულელე. ეს შეიძლება ნაკრების ძალიან ძნელია როცა ბარსელონა შემოთავაზება გაქვს და თქვა რომ არ მინდაო ცოტა რაღაცა არ გამოდის, მაგრამ ნაკრები არ უნდა დაეტოვებინა რა. მიატოვა და მიატოვა ეგრე არ მოსულა ეგ, იმიტომ რომ ნაკრებია და ნაკრები სხვანაირად სენსიტიური თემაა და სხვანაირად ის არის და ამიტომ არ შეიძლება. შანსი აქვს კიდე რომ დაამტკიცოს. თან მისი დონის წელი ხა ისე არ დარჩება. გახდის მაშინ ყველაფერს დაივიწყებენ აუცილებლად. კუმანი როგორც ფეხბურთელი ძალიან მომწონდა. მე ძალიან მომწონდა საჯარიმოები მაგისი განსაკუთრებით. ვის უფრო მაგარი საჯარიმოები ქონა აი მაგათ ხო 3 ტიპს ჩამოვთვლი რა შორი დისტანციიდან. ეხლა რობერტო კარლოსი კიდე ცალკე თემაა, იმიტომ რომ ის მაგრამ რობერტო კარლოსი ჟუნინიო გახსოვს ლიონში რო თამაშობდა საიდან ალტერნატივა და კუმანი ალტერნატივაა ჟუნინიო იმიტომ რომ გავსი ჯარიმები აი ხო ვინც არ უნდა გეთქვა 3 ჩამოგეთქვა ჟუნინიოს ამაძე წინ ამ 3-ში ჟუნინიოს მე დავაყენებ მიხაილოვიჩს სასაულად ძალიან ძლიერს უტყავდა და ვიმთავოთ ყველა ეხა მარადონას ჯარიმები და ყველასი გვინახავს ეხა მაგრამ ეს ჟუნინიო იყო რა პენალი იყო რა ეხა პენალსაც აფუჭებენ ხო ჩვეულებრივად და ძალიან შორიდან ურტყავდა თან ეგ იყო ის ტრაექტორიას აძლევდა რა ცენტრის აი 1 მეტრი ცენტრით აქეთ როგორ ნუ აი 10 მეტრი ცენტრიდან ტიპი რო ურტყავდა ნუ ყველა მიცოდა რომ არ გაათამაშებდა და დაარტყავდა ძალიან ყველა მიცოდა დაარტყავდა ყველა მზად იყო მაგრამ მაინც გადიოდა კი ბატონო იაპონიაზე ვისაუბრეთ პრინციპში შვედეთში ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ არის მაგრამ აქ უფრო ერთი საინტერესო ფაქტი უნდა აღვნიშნოთ რომ გოლი არ აქვს არასდროს ეხა დაიწყო სტატისტიკა საოცარი სტატისტიკა ისე ვის არ აქვს სოფლიო ვამბასტენს არ აქვს გატანილი სოფლიო სიგიჟია რა იმიტომ რომ ნუ შეიძლება ჩარჩექვე ჯგუფში და ვეღარც მოასწრო მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისაკი გიოკერეში აი ეს ფეხბურთელები სახელებით შვედეთი არ არის ცუდი გუნდი იცი როგორ მაგი როგორ გავიდა ხო ეს შესარჩევი 2 ფრე 6 წაგება ერთა ლიგით გავიდა ხო და ერთა ლიგით და რომ ჩვენი გზა აირჩია იმანა საკუთარ არა საერთოდ არ აუჩევია მე მგონი რომ მოხდა ესე თორე აიჩი არა თან ტოტალური ფეხბურთი მართლა გვაქვს რა მიმოქმედა მან რა მიმოქმედა იცი ის მივიდა პოტერი ჰარი პოტერი კი არა გრენ პოტერის ეხა გრენ პოტერის დიდი მწვრთნელობა რა ვიცი ეხა ცოტა გადაჭარბებული ხო არ არის აი ერთი წუთი ჩემი აზრია რა ეს უკვე ეგ წავიდა 2011-ში და ისა ესტერსუნდი გადმოიყვანა მეოთხე დივიზიონი და ევროპა ათამაშა შვედური ესტერსუნდი ეგეთი ესტერსუნდი ეს თეატრალური შენ შეიტანო ენის გასატეხად რა ერტეს როგორ ერტეს სტუდი ესტერი და ესტერსუნდი სუნდი ესტერსუნდი გადმოიყვანა იქ და შვედური იცის და იცი რამდენს ნიშნავს როდესაც წვრთნელი გელაპარაკება აი შენენაზე შვედურად გელაპარაკება წარმოიდგინე ახლა ჩვენი სტილი რო უცებ ქართულად დაიწყოს ხლა არა იმას კი არ ვძახი მაგრამ ჩელსი ვეღარ გაქაჩა ჩელსიში ვესტჰემიდანაც წამოვიდა ბაბა ეხლა დიდი წავიდა ისე შვედეთში და წამოიყვანა და გაიყვანა ხო შვედეთში ის სახელი ქონდა და ის დატოვებული იმით ამ შვედებმა დააბრუნეს და რა ვიცი შეიძლება გაამართლოს კიდეც არ ვიცი ესტერსუნდი პატარა გუნდები პატარა გახდნენ ჩემპიონები საერთოდ ძალიან ბევრ ქვეყანაში გახდა შვედეთში არ ვიცი მაგრამ თუნი გახდა შვეიცარიაში თავის ისტორიაში პირველად 128 წლისაა მგონი და
პირველად გახდა რამდენიმე ქვეყანაში არის ხო ეს ავსტრიაში და შოტლანდიაშიც კინაღამ ჰარცი გახდა. აჰა ვერ გახდა. ბიჭო ვერ გახდა ბიჭო და უყურე სპეციალურად ბოლო თამაში და რაღაცა ის კონდა. ხო რა თან იგებდა თან ფრეყოფნიდა და რაღაცა ეგ ჰარცი არის როგორ იცი იქ როგორც აი უილიამ ვოლოსი და შოტლანდია ბრიტანეთის იმპერიას რო ემოებოდა საწყლები რაღაცა შიმშილი ტიმიტი აი ეგრეანიან ეგენი ეგრეუმებია რეინჯერს და სელტიკი რეინჯერს აი ეგრე ესე იყვნენ hold ლასკი გახდა ავსტრიაში ვინ ლასკი რა ხდება მართლა და აზერბაიჯანში დაქვია ყარაბაღი ვერ გახდა რა. ყარაბაღი რო ვერ გახდა უკვე საკმარისია. ხო, არა, აზერბაიჯანში განჯა ხო არ გახდა. არა და დამოვიწყდა სახე. განჯა. მაგათ გუნდებია. არა, რატო ვიძახი, იცი, რამდენიმე ქვეყანა არის ისეთი, რომ მოულოდნელი ჩემპიონები ყავს. ხო, ბევრია ეგეთი. კაი, მოდი გადავიდეთ კიდე ჯიჯგუფზე, იმიტომ რომ რო ჩავეტიოთ დროში და ძალიან არ გაგვეწელოს, ჯიჯგუფში გახლავთ ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია. ეხლა სანამ ამაზე რაღაცა კომენტარს გავაკეთებდეთ. არის რამე ალბათობა, რომ ამერიკა და ირანი დაეტაკონ ერთმანეთს ქვეჯგუფების მერე. აუ ერთ ქვეჯგუფში რო ყოფილიყან იქ ამბავი ატყდებოდა. მან თუ ეგენი ხო შეხვდნენ 98. მოდი, ხო, ზუსტად ეგ უნდა მეთქვა რა. 98 შეხვდნენ და შევიდნენ და ხელის მე მიმყავდა რა თამაში და მე ვიყავი, მე მგონი მე უფრო დაძაბული ვიყავი რომ მიმყავდა. ვიდრე ამერიკელები. იმათაც არაფერს ხო? ირანელებისთვის იყო ის თამაში მნიშვნელოვანი. საღვთო ომად გამოაცხადა. არა, მაგიტო ვიძახი ირანელების მთელი ირანი იყო და ამერიკაში რაღაცა ძალიან ჩვეულებრივი იყო, ხდებოდნენ ირანს რა ჩვეულებრივი მეტოქე იყო და ირანმა ის თამაში იბრძოლა, ვისაც ახსოვს და შეიძლება აი ყავდათ 1-2 ყავდათ ისეთი რა, რომ გავიხსენე. მაგდაულია ახსოვს ბაიერნს თამაშობდა. ბაიერნს კიდე იყვნენ ისეთ ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ბოლომდე დადეს ირანელებმა და მოიგეს რა. ანუ აი ხა მე ვიძახდი კიდევ რომ აი აქ თუ ვიმე ფავორიტი არის ირანი, იმიტომ რომ ესენი სხვა განწყობით გამოვლენები. ამერიკელებისთვის ცოტა ის იყო რა, ჩვეულებრივი იგი თამაში იყო. ხო, რა ძალიან ისე. იმათთვის იყო ომი ჩვეულებრივი. ყვავილებით რო გამოვიდნენ, თეთრი ვარდებით გამოვიდნენ. ეხლა გამოვა. ტრამპის ხათაშორის აპირებს რომ დაესწროს ხოლმე როგორც გავიგე თამაშებს. და გამოვა და ნუ მე იტყვის რომ we have a war but we had to win. I think they can win. იტყვის და მე უკვე ესენიც მიაწვევიან და რაღაცა იქნება რა. კაი. ეს რაც შეეხება ირანის თემას, ეხაც არ იქნებათ мотиваცია ნაკლები დამჯერა. არა, ეხა პირიქით კიდევ უფრო გაგიშებულები იქნება. რაღაცა არ მოხდეს მან თქვენი შინია რაღაცა არ დაიყვირო მისებდა რაღაცა. მექსიკაში ირანის ელჩი აკეთებდა კომენტარს რომ თამაშის დღეს ტიხუანაში არიან, მოყოფილიყვნენ ამერიკაში, მექსიკაში არიან ბაზა. თამაშის დღეს უნდა ჩაფრინდნენ და ჩამოფრინდნენ გუნდები. წავიდნენ. ეს იქნება ერთ-ერთი შემთხვევა, როცა ამერიკაში ამას უკეთებენ და მესამე თამაში სიეტლში აქვს, იმიტომ რომ სადღაც 1700 კილომეტრი გამოდის და 4 საათიანი ფრენა არის რა თუ რაღაცა და აი ამაზე იმაშოვე იქნებ წინა დღეს ნება დართონ და ეს უსაფრთხოება და აი ეს ძალიან ის არის რა არ უხდება ეს ფეხბურთი რა ეს რა. მაგრამ გამოვა ძალიან ბევრი ადამიანი. არა. იტყვიან მას და ხანე ფახლავი და ხანე. შეწარმოგიდგენ ირანში რა იქნება მაგ რეპორტაჟებში და რომ გავიდნენ ქვეჯგუფ. այդ მეოთხედ ფინალამდე როგენი მივიდნენ, ავიცი დამიჯერე, ეგენი რომ მეოთხედ ფინალამდე ნახევარფინალამდე მივიდნენ, შეიძლება მსოფლიო გეოპოლიტიკური რუქა მაგის გამო შეიძლება. ყველაზე განხილვადი ნაკრები. აქ ეგეთი ძალა. მაგის გამო. კაი, ირანზე გაცილებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სხვა საფეხბურთო ასპექტით თუ შევხედავთ არის გუნდები. მაინტერესებს ბელგიაზე რა ვფიქრობ პირველ რიგში, იმიტომ რომ ნუ ეხა ცალსახად აი ბოლო თამაში ნახე ფავორიტია. ხუთით. და ძალიან კარგი შტაბეშტილება დატოვა და იცი რა პირველი რა მქონდა შტაბეშტილება რომ ხოსუ აი ბოლო ორი ჩემპიონატი იყო ოქროს ბიჭები, ოქროს თაობა, რაღაცა ეპითეტები, შედარებები, აი ესენი არიან. ხო მე რაკნეს გუნდურად ხო? ვერაფერი, ეგრე პორტუგალიამაც ვერ გააკეთა. იქიდან დარჩა რამდენიმე ხო? იქიდან დარჩა დი ბრუინი, ძირითადი ვინც არის, მაგრამ ხო ლუკაკუ, მაგრამ დაემატა ძალიან კაი, დოკუ დაემატა. იქ ნახევარდაცვაში რაც თავი კურტუარია ძალიან კარგი მომწონს. კურტუარი, ალბათ დღესდღეობით საუკეთესო მეკარე. აი, დამცველი ყავთ, მეკარე ყავთ და ეხა კურტუა წინამწვრთნელი რა ვარ იყო, მარტინესი არ იყო, მაგრამ წინამწვრთნელი და იმას მოვიდა და ხა სოფლიო საუკეთესო მეკარე არ მიყავდა იმას და ცოტა უცნაური. მარტო მაგასთან კი არა, გუნდთან ქონდა. ხო, ეგეთი რაღაცები არ მესმის, ბადრი პირდაპირ ვიძახი ხა. როცა ყავს სოფლიო საუკეთესო მეკარე და შენ რაღაცა პრინციპები გაქვს, ცოტა რაღაც სხვანაირად შეხედო და დაალაგო რა ხა. კურტუა გიდგას კარში და გარანტირებული გაქვს რომ გადაგარჩეს ბევრჯერ. თან მეკარესთან, ეხა მეკარეს ხო ვერ ასწავლი როგორ გადახდეს და არ როგორი მომენტია, იცი
რო აიღო ალტერნატივა ვინ არის, ხო? ახლა კურტუას ალტერნატივა შეიძლება სოფლიოში არ არის. არა უძლიერესია, უძლიერესი. იმ ნაკრებში არ გეუბნები. ეხლა ძალიან ბევრი ხა არც დააყენებს და ბევრი აყენებს როგორც საუკეთესო მეკარს, იმიტომ რომ ახლა ნოიერის ის წლები გასულია, ხო? გინდა არ გინდა, მაინც უნდა თქვა, კი. შეიძლება ნოიერი ზოგადად რო ავიღოთ, უფრო დიდი მეკარია. იქ არის სხვა მეკარი ალისონი, რა ვიცი, ნებისმიერ გუნდს ყავს კარგი მეკარი, მაგრამ დღეს რაღაცა ეტაპზეა კურტუა და ამაზე ამბობდნენ უარts რა, ნუ რაღაცა გაუგებრობა ქონდა და არ შეიძლება ეგეთი რაღაცები თუ ფაქტია რომ ბელგია იმ წნეხისგან არის მოხსნილი რომ ყველა ჩემპიონობას ელოდებოდა და ყველა რაღაცას და უცებ შეიძლება ესე თავისუფლად მოთამაშე ბელგიამ უფრო მეტი სიურპრიზი შემოგთავაზოს. ყოველთვის ეგრეა, როდესაც შენ ეთამაშები შენზე თუნდაც სუსტ მეტოქეს, ან შენზე ძლიერ მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მოლოდინი არის წნეხი, არის ძალიან მორტალი რამე, იმიტომ რომ ცალკე პრესა მე ეს ფეხბურთელები სოციქსელების ეპოქაში ახლა შედიან და ნახულობენ. ტიპები გასახდელში ნახულობენ, გაიგე ხანდახან ტაიმებს შორის უცებ შეიძლება ვიღაცამ დაავლოს. თუ ახლა ნაკრებში შეიძლება ნაკლებად მოხდეს, იმიტომ რომ უფრო მეტი სიმკაცრეა და რაღაცა მეტი პასუხისგებლობა, მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა არა მარტო ფეხბურთში, არამედ ზოგადად გაცილებით უფრო მეტი პრობლემა ეს NBA-ში, ბეისბოლშიც არის შემთხვევები, რომ აი უკვე გუნდები ეუნებიან, რომ მოკლედ ტელეფონები არ შემოიტანოთ გასახდელში, სოციქსელებში არ გაატაროთ დრო და რაღაცა, იმიტომ რომ მე როგორი რაღაცა იცი, თუ რომელიღაცა მოთამაშე იმის გამო რომ მთელ სოციქსელებს რაღაც განაწყენდა, იქ რაღაცა ბულინგზე იყო შემთხვევა რაღაცა, მე ტიპი ცდილობს რომ დაამტკიცოს, რომ აი თვითონ არის ის და მე აღარ არის სწორი ფეხი. ანუ ყოველთვის ხელი შემშლელია მოკლედ. წნეხი ასეთ ისეთ 1000 ფაქტორია, რის გამოც ხელი შემშლელია ვითომ უმეტეს სოციქსელების ეპოქაში. ამიტომ ხო, ნახოთ, ეხლა მე გეთანხმები, რომ გაცილებით უფრო ნაკლები წნეხი იქნება, რომ აი ეხლა თითქოს თქვენ თუ არ ქენით, მე როდის მოვიგებთ კიდე ან მანამდე არ მოგიგია და ასე შემდეგ. ფეხბურთელები გზნობენ ამას. ნახოთ, ეხლა ხო, ანდერდოგები არიან და როგორც ანდერდოგები ეხლა უბრალოდ ეხლა თაობა აღარ წამოვიდა ისეთი, როგორიც იყო და ეხლა ნაცად ბიძიებს დაუძახეს. აი 86 რო ადარებდი, ხო? 2006-ში ადარ, მე ცოტა შორს წავალ, 86-ში იყო ბელგია ყველაზე კაი ალბათ რაც იყო. საბჭოების სტრებს რომ მოვა. ენცო შიფო. ხო, ნახევარფინალამდე მივიდა და შიფო კულემასი იქ. ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი პვაფი კარში. მე მგონი საუკეთესო აღიარეს, ხო? როგორც ახალგაზრდა. შიფო საუკეთესო ახალგაზრდა გახდა. კი, მაგ ჩემპიონი და ის თაობა იყო და აი მერე მოვიდა ეს თაობა. ზუსტად აი ამხელა წვეტა ქონდათ და ხა ნახოთ რა. ყოველთვის ყავდა ეხა ბელგიას ჯერ ამეკარეები ყავდა, მაგრამ მეკარეების იმინა სკოლა ფაფი პრიუდომი და სოფლიოდონის მეკარეები ბრენდივით ჟღერს აი ენცოში თბილისში იყო მაშინ თუ გახსოვს ანდერლეხტი იყო ჩამოსული და მაშინ ჯერ კიდე გადაწყვეტილი არ ქონდა მოქალაქეობა შიფოს, იმიტომ იტალიელია წარმოშობით და აი მაღაზე იყო იქ ითამაშებდა თუ და ბელგიის ნაკრებმა ეგრევე გამოიძახა 83 წელი იყო თბილისში რო იყო ჩამოსული ანდერლეხტი სპარტაკთან იყო თამაში და მაშინ იყო ძალიან პატარა იყო და ზუსტად 84-ის ევროპაზე დაუძახეს ბელგიაში და მიიღო ბელგიის მოქალაქეობა, თორე წარმოშობით იტალიელია და თან ძალიან ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა. მე ნათქვამი აქვს რა რამდენიმე ქართულ ფეხბურთს არ ვიტყვი ახლა და ესე არ გამჭირვებიაო რა ცოტა წინა თაობის ფეხბურთელზე ალაპარაკი რა. მოვიდი შუაში იყო სასწაულიო რა. თან იმ დროის ფეხბურთელები და ამდენი რო იყო, ამდენი კარგი ფეხბურთელი და მაშინდელი ხო, მაშინ რაოდენობრივად მაშინ უფრო მეტი ჟღერდა იქ. მაგათ არ ყოველთვის იმ დონეზე იყო, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. სხვადასხვა რეკორდსმენია თუ არ ვცდები 17 მატჩი ნაკრების თამაშებით 17 თამაშია ხო? 17 მატჩი ჩატარებული. 1920 წელს არის ბელგია ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი. ახალ ზელანდიაზე არ ვიცი, all white. რას ფიქრობ, all white. ყველაზე უკონკურენციოდ გასული გუნდია და ეგ არის ცუდი მაგათვის რა. იქ ავსტრალია რო აღარ არის მაგ ზონაში. არა, ვერაფერს ვერ იზავს მართლა აი ერთადერთ ვისიც არ მჯერა მართლა ეს გუნდი, იმიტომ რომ აბსოლუტური უკონკურენციაა. ყავთ ერთი რა ის. იმიტომ რომ ავსტრალია აღარ არის იქ და ნუ დანარჩენი ეთამაშებიან აქვია ის სამოა, ახალი კალედონია და იქ ფეხბურთი არ არის. ავსტრალია რა, ბიჭო, რომ ახალი ზელანდია უნდა თამაშობდეს საქართველოს ნაკრები ვერა, იმიტომ რომ ნუ ამ კონტინენტზე ვართ რა. არა, ავსტრალიას ისეთი ნაკრები ყავდა. ყავდა ეხლა, არავინ არის. ავსტრალია სხვა, მაგრამ ეხლა პირობითად. არა, კარგი ნაკრები. რაღაც ნაკრები საქართველოს გადაწყვიტეს, რომ აზიაში გადასულიყვნენ და კონკურენცია ქონოდა, იმიტომ რომ იქ ვერ გაიზრდებოდა ნაკრები, ახლა ახალ ზელანდიასთან ქონდა ფინალი მუდმივი.
ერთიერთზე თამაშობდნენ ისე გამოვიდა. ერთი თამაშობდნენ. სულ მაგას ვიძახდით, რომ ბიჭო რა ბედი აქვს, სულ ხდება სოფლიო ჩემპიონატზე და ჩვენ რა გვეუბნები. ბედი აღარ არის, გარემოებები უბრალოდ მარტივი რა. იგივე ხა. ხო, ყაზახეთის თემა არის ყველაზე ისა. ყაზახეთი რო დარჩენილიყო აზიაში. ძალიან დიდი შანსი იყო სოფლიოზე ყოფილიყო. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ ამათი გადაწყვეტილება ხა, მოდი ყაზახური და უზბეკური თუნდაც საკლუბო შევადაროთ, თუნდაც რაღაცა ისა, შეიძლება ყაზახეთი უფრო მაღლა დგას, მაგრამ იმათი აქტობე ჯობია, მეგონი იმათ ყველა. ეს UEFA-ს წევრია, ეს აზიის კონფედერაციის წევრია და ამიტომ ეხა ამათ რაღაცა ტერიტორიულად გამონახეს მომენტი რომ აი ნახეთ პატარა ნაწილი ევროპაში გვაქვს და მოდი აქეთ ჩვენც ევროპელები ვარ და შეიძლება დონე საერთო გაიზარდა, მაგრამ იქ რო დარჩენილიყო მე მგონი აი ხა ტერიტორიული იმას რო ვიზარდეთ, ყაზახეთი გავიდოდა იმ აზიიდან იმდენი გუნდი, ხა იორდანია გავიდა და დიდი შანსი იყო, დიდი შანსი იყო. უფრო გავიდოდა, ამიტომ მან ისეთი რაღაცები. მაგრამ ავსტრალია იქიდანაც გადის. ეგვიპტეზე რას ფიქრობთ? ეგვიპტე სალახის ბოლო ეგვიპტეს რატო სალახი არ ყავს, ზიკო ყავს, ტრეზეგე ყავს. მაგარი საოცარი ის არის გვარებით. ხო, ზიკო, ტრეზეგე, ვარ სერიოზულად. კიდე არის ერთი ცნობილი ფეხბურთელი. ცნობილია სიტიში რო თამაშობს. არა, მარმუშზე არ ვიძახი, იმაზე ვიძახი. ესეთ გვარზე ვიძახი, რა ცნობილი ფეხბურთელი ის არის. კიდე არის ერთი რომელიღაც. ანრი ხო არა? შეიძლება თელი დაგრები. რომელიღაც ბრაზილიელი ფეხბურთელი. ვარტლა და კაფ. მე მგონია რომ ეგვიპტეს ირანი აჯობებს. კი. აჯობებს? აქ ერთი კაცის გუნდია რა რეალურად. ბავშვი ეგვიპტე ზიკოზე და იმას ეგვიპტე ვერ გავა. სალახის გუნდია რა. ვერ გავა. ეხა ბრაზილიასთან უყურე რა, დიდი მიმოხილვა იდო და ჩვენ თამაში არ მინახია, მაგრამ რაღაცა მომენტებში ითამაშეს, უდიშ და არ დაუტოვეთ, მაგრამ ეს ამხანაგურია მაინც და ის გოლიც ეხა მარკინიოსის შეცდომით გავიდა სალახმა ერთ-ერთზე დატოვა. აფრიკის ის არის, ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და ის გუნდია და რაღაც. აი სალახისთვისაც ეს ბოლო ის არის რა. ხო და რაღაც, მაგრამ ფორმაში რო არ არის და მთელი ჩემპიონატი რო არავინ არ იცის როგორ იქნება ხა, იმიტომ რომ მაგათ დავთხონ ესეთ ქვეყნებს, პატარა ქვეყნებს მით უმეტეს. სალახი არის ერთი ფარაონის არის და ყველაფერი ეგვიპტეში და სხვანაირი მობილიზებას უკეთებენ და ბომბარდირი არ არის ძმა, მაგათი უფრო ვერ იცი ვინ არის, მაგათი მწვრთნელი ვინც არის. იმას აქვს 300 თამაში აქვს ნაკრებში ნათამაში 176 ხო ძალიან ბევრი აქვს ხო ვიცი და მაგიტო გეუბნები და ესეთი ტიპები აი სალახისნაირი ქვეყნისთვის აკეთებენ 10-ჯერ მეც ვიდრე კლუბისთვის ეს არის ხოლმე ხშირად ეს მომენტი და ნახოთ შეიძლება ხო იქ მარმუში არ არის ძალიან კაი ფეხბურთელია ძალიან კარგი ფეხბურთელია და მე მაგალითად ძალიან მომწონს შეიძლება რაღაცა პატარა სიუკვეზე გუნჩი რო ტრეზეგე ყავს ეს უკვე დიდ შანსებს გაწევს შენ ზიკო და რა ჯარიმეს კაი, აბა როგორ ფიქრობთ, ესე იგი, ეს შემდეგ ჯგუფზე გადავიდეთ, შეგვიძლია პრინციპში უკვე H ჯგუფზე, სადაც ესპანეთი, კაბო-ვერდე, საუდის არაბეთი და ურუგვაია. ნუ ახლა გასაგებია, რომ ესპანეთი პირველ რიგში, შემდეგ ურუგვაი და ნუ ეს ორი გუნდი მესამეთი გავა, ნუ ხო. შენ საუდის არაბეთი არ დაგავიწყდეს, არგენტინას რომ მოუგო. ხო, მაგრამ ნუ ახლა ეგეთ ხო ეს ხო დამის გამორჩეული მომენტი იყო რა. არგენტინას საუდის არაბეთი თაღო ზამთარი იყო და სახში ვიჯექი და წავს ვიყავი სადღაც რა და უყურებდი თამაშს და ფშურა მართლა ხდება თუ რა ვიცი მეთქი ახლა და რანაერად მოხერხდა ეს აი წააგო თუ არა ეგრევე დავასკვენი არ ვიცი საიდან მომივიდა არგენტინა ჩემპიონია მეთქი ხო შორს რო გავიდოდ და იმიტომ რომ აი რაღაცა ძალიან იცი რატო ავხსნი რა უცებ გამახსენდა ესპანეთმა რო წააგო შვეიცარიას პირველ თამაში ხო პირველ თამაში და უცებ დამარტყა თავში იმიტომ არა ეგრე კი არა უბრალოდ ბევრჯერ ყოფილა ბევრი რაღაც დამთხოვება მაგრამ ეგრევე მოვიდა რომ ჩემპიონი ხდება. ძალიან გაბრაზე ხო რაღაცა და სხვანაირი და გახდა. რომელ წელზე ბოლოს ეს ეხა პირველთა ეხლა ხო 22-ში პირველი საფრანგეთს რომ მოუგეს ხო ანუ მაგაზე იცი ფინალი ხო და პირველ თამაშს წააგეს საოცარობით. ხო ნუ ეგ ეხლა მასე იტალიას რაც წაუგია და მე მოუგია კაცო ქვეჭუში ჩარჩენის იმაზე ყოფილან და მე მოუგია. საუდის არაბეთთან ხო მე გამოაცხადეს დასვენების დღეს. და კარგად ვიგულაოთ. ესე იგი რა მაგარი ნაკრები ორივე წააგეს ხო? ორივე წააგეს და ჩარჩენის ჯგუფში არგენტინას. რა მაგარია თვითონ რომ შენ ისეთი ნაკრები რო ხარო შენთან მოგების მერე რომ დასვენების დღეს ქვეყანაზე საუდის არაბეთი იმისი არის ყველაზე მაგარი იმათ მოხდა ჩtildeოეთ კორეამ რომ 6-1 წაგებულის მერე რომ 1-0 მოვიგეთო რომ 7-1 წააგეს და 1-0 მოვიგეთო ვითო და ბრაზილიასთან 2-1 ხო ბრაზილიასთან არ მოუგიათ 1-1 ითამაშეს ეხლა ბრაზილიადაც არ წავიდა ხო მარტო ფრეზი ხო გახსოვს მარდორ შევიდა და მეკარე სადმო ბიჭო რა მაგარია იკაიფე რასაც გინდა იმას მე რა მაინტერესებს ესე როგორ ამონტაჟებს
რა მაგრები არიან, ნახე როგორ აკეთებდნენ. ტექნიკაშიც გარვითარა. ლაივი არ ექნებოდა თალბათ ჩანაწერი. რეჟისორი ყავთ ერთი. ალბათ ხო რანაირად უნდა გააკეთო ეხლა. ჰოლივუდიდან ყავთ დაქირავებული რეჟისორი, მაგრამ არა, საოცარი ყავს. ლაივს ვერ გააკეთებენ, რატო იცი რომ რომელიმე მოთამაშე რა ეხლა წარმოგიდგენთ, ჯერ ერთი მოთამაშეს ოჯახი ეყოლება ეხლა იქ ამიტომ ისე ვერ იზავს, რომ დარჩეს და გაიქცეს ვერ. მაგრამ აი რომელიმე მოთამაშეს რომ თავში მოსლოდა და ლაივის დროს უცებ რომ მაინც ური გაიხადე და შიგნით რო წეროს კინჩენი მეზიზღებიან ეს ქვეყანა აღარ შემიძლიან რამე მაინც რისკია. ამიტომ ეგეთი რაღაცების გარო დაზღვევი. დატა თუთაშკიაში რა გიქნა და ხო და მამასახე რა თქო ბიჭო აი მაგაზე ისე თქვა მაგრამ არა ეს კორეას აუცრებაა. ხო არა ეს არის აი რაც არ უნდა გააკეთო ყოველთვის შეგიძლია თქვა რომ მოიგერა რა პრობლემაა ვერ ნახავს ვერავინ ხო იქა დაამოწმებს თუ რა მოიგებს მაქსიმუმ სოსო ჩავიდეს სოსო around the world-ი ჩავიდეს და წამოწდეს და მე დატოვებენ იქ არა წამოწდა ვეღარ წამოვა უკან ვეღარ გამო დედასპიცარეთი ამერიკელი ტიპი ჩავიდა რა მაგაზე ხო მთელი ამბავი იყო და რაღაცა აი რა ან ეგ რატო უნდა მოგინდეს რომ გააკეთო ისიც მაგარი იყო ეთყობა დალია სანსიქ სადალია არ ვიცი მაგრამ თავის სასტუმროში რაღაცა იმას ქნა რა დახატა რა ეგეთი ანტი ჩtildeო კორეული რაღაცა ანტი დიქტატორული რაღაცა ესე და მე კამერებში ეს ნახეს და ნუ ეს ტიპი სასამართლოზე პლიზ ეს ყვირის არა კაროჩი გაალახეს ისე ცემეს და იმდგომარებს დამსგავს რომ სცენარით ჩამოიყვანეს აქ საწყალი ცხონებული და მე მოხდა ეგ ამბავი. ამიტომ სოსო მაგარი გადარჩენია ჩვენ გვიხარია რომ სოსო დაგვიბრუნდა around the world. არ შეიძლება. მე ვერ გავრისკავდი. ჩემთვის ეხა პირველი ჩემპიონატი იყო 90 რასაც აი ასე თქვია უყურე რა. ანუ იმიტომ რომ ნუ პატარა ვიყავი, მაგრამ ჯერ აი ორი ტიპი რომ ღეროდა გახსოვთ იტალიურ სიმღერას რომ ღეროდნენ. ხო იტალიაში იყო ხო მგონით ხო? იტალიაში. ესონდრა მინა 90 გახსნა რაც იყო. მე მიმაჩნია რომ აი ეს იყო საუკეთესო ხო ყველა ცდილობს რაღაცა ყველა ქვეყანა რაღაცა ცოტა სადა იყო ისეთი მაგრამ აი ძალიან მაგარი იყო იქ რა ამერიკაც ისეთი იყო იქ პაოროტი და სამი მისა კი მაგრამ 90 წელი ეს სიმღერაც ხო აი ხა დღემდე სტადიონზე ეგრევე თავე ხო ყველგან ეხა ეგ არის რა სიმღერის პოპულარობაც და ავი ზადავარქო ამ იმას ეხა 90 წელს დაწერილ სიმღერას რომ დღემდე გირთავს ვიღაცა ესე იგი კარგია რა მაგრამ თან მოუხდა რა იმ გარემოს მოუხდა რაღაცა რა ფუტბოლა კაი ესე იგი აქ პრინციპში ყველაფერი ურუგვაის ერას ფიქრობთ უბრალოდ ეგ მაინტერესებს არა ქვეჯგუფიდან გასვლის კონტექსტში არამედ ზოგადად ჩემპიონატზე 4 რატოა ორგზის ჩემპიონი ხო არის და 4 დაიწერა და UEFA-მ ბიჭო თქვენ რა პონჩი გაქვს 4-იო და აიქო 24-ში და 28-ში ოლიმპიური ჩემპიონები ხო გავხდითო მაშინ სოფლიო ჩემპიონები ხო არ ყოფილვართო ხო და ეს სოფლიო ჩემპიონები თქვენი ეგიდით ხო ტარდებოდაო ხო და ჩემპიონები ვართო და აწერიათ ეხა 4 ვარსკვლავით გამოდიან არ დავკვირები არ 4 ვარსკვლავით გამოდიან ბიჭო გეუბნები აბა და რას იზავს ურუგვაი ამ სოფლიო ჩემპიონატზე რამე მოლოდინი ბიჭო მაგ მთელი გარდა ხო იცი ვინ არის ის თავკაცი ბიელსა ბიჭო ხო და ბიელსა ცოტა ვაფშე ცulis მაგას 15 წელი El Loco Loco he's a loco he's a crazy და იმასა სუარესთან მოუვიდა სუარესი არ წაიყვანა იმინო არ წაიყვანო რომ ის არ მომწონს ეს ძნელიო ვაფშე ეგოების ჯახი როგორც და ამან არ და ბოლო ეთამაშა ეხა სუარესი იცი რა ხო რა ვიცი არც არ დააშავებდა ამ გუჩი ნამდვილად არა ის რაღაცა რო თქვა გაუცდა კიდე ერთი ვარსკვლავი მოაკლდა უბრალოდ ჩემპიონატს ეხა შეიძლება 90 წუთისთვის ზად აღარ არის სუარესი მაგრამ ეხა თამაში არის ისო იმას ვერავინ ვერ იტყვის და ფეხბურთელია უმით უმეტეს ეხა როგორი მოუმზადებელი იყო რომ ამ ნაკრებში ვერ არა მოუმზადებლობის არა მაგიტოვიზაცი ხო კონფლიქტის გამო არ წაიყვანა. ნუ დაანა ცუდი ეგეთ ფერად. ვალვერდე ყავს და სადაც გაუსწორდებათ იქ დაანა. ნუ ვალვერდე კარებშიც შეიძლება დააყენო, კარებშიც შეიძლება და თავდასხმელიც. ყველაფერია, მოკლედ და ერთი კაცი ვიქტორინოქსის დანა, ხო? ხო. არა, ვალვერდი ძალიან მაგარია, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ვალვერდეთი კიდე არა, ბევრი კიდე კაი ფეხბურთელია, ხა ბრაზილიაში თამაშობენ რამდენიმე ისინი. არა, კარგია, მაგრამ მაგდონის არ არის ხა. ის რომ ფავორიტად განვიხილოთ, არა, გუფიდან გავა. გუფიდან ხა მაგ ჯგუფიდან ურუგვაი ყველავარი ეჭვია. კავანი. ან უბრალოდ ის არის ბოლო თამაში აქვს ესპანეთთან. უკვე გადაწყვეტილი უნდა იყოს მათ ყველაფერი. ფორლანი რო ყავდათ. ფორლანი ხა მსოფლიო ჩემპიონი საუკეთესო ფეხბურთელია და ძალიან ბევრი ხო უბრალოდ წარმოგიდე ეგეთ ნაკრებთან მოგებული გვაქვს თუ. ხო, მსოფლიო ჩემპიონი ყავს და ბევრი ერთადერთი. არა, ორი ყავს დამარცხებული.
ამ იმაზე ფორლანზე ხა ძალიან ხო და არ სხვა რამეს ვიძახი ძალიან ბევრი გამოცემა ყველა დროის ნაკრებს რო ადგენს სოფლიო ჩემპიონატი ფორლანი შეხავს იმიტომ საუკეთესო ფეხბურთელი იყო სოფლიო ჩემპიონატის და თან არა ფინალისტი დაჟე არა ფინალისტი ხო საუკეთესო ფეხბურთელი ხო საუკეთესო ფეხბურთელი ფორლანი გახდა და ის არის რა სერიოზული მიღწევა არა არა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ახლა როცა გადატენილია სუპერსტარებით ეხა ჩემპიონატი და შენიგებ ერთი არც ის არ იყო ხელწამოსაკრავი აი სუპერ ვარსკვლავი არ იყო და შემთთვის ყველაზე მაგრამ ძალიან დასაფასებელი იყო ფრანჩესკოლი იყო იმიტომ რომ აი ეს თაობა რაც იმ თაობაში რო გამორჩეული იყო კიდე 30 წლების სიძახით 80 ხო იმ თაობაში ხა ძალიან ბევრი 10-იანი იყო მარადონა პლატინი იქ ვალდერამა ყველა გუნ ძალიან მაგარი 10-იანი ყავდა და იქაც კი გამორჩეული იყო რა ძალიან მაგარი იყო რა კი ბატონო და ზიდანმა შულს დაარქვა მაგის საპატივცემლოდ მართლა ერთი ხო ეხა იქ თამაშობს ალჟირის ნაკრებში მეკარია ის ლუკა ხო ლუკა არა ენცო ნათქვამი აქვს რომ დაარქვა ფრანჩესკოლი ევასებოდა რა ზავალ ენცო საფრანგეთი სენეგალი ერაყი ნორვეგია ეს მაგარი ჯგუფია ძალიან მაგარი ჯგუფია ეს ნორვეგია თუ გამოვარდა თავის ჰალანდით და გადაუარა ყველას მით უმეტეს საერთოდ არ გამორიცხული ნორვეგია მანდედან უნდა გავიდეს ნორვეგია უნდა გავიდეს მაგრამ სენეგალს რას უშვები ბიჭო სენეგალის ნაირი არა აფრიკული გუნდია ბადრი ესე უეგრე არის ძალიან ბალანსები არის ფიზიკურად საოცარი გუნდი როგორც ყოველთვის სიცხე მაგათვის პრობლემაა ფიზიკურად საოცარი გუნდი და რამდენი სენსაცია ყოფს ხა პირველი თამაშია საფრანგეთის სენეგალი საფრანგეთის შემადგენლობით რო ავიღოთ ეხლა მსოფლიო ჩემპიონია შემადგენლობით საფრანგეთის სენეგალია და 2002 წელი გვახსოვს რა კი მე მიმყავდა შემიყავდა მე მიმყავდა და ზუსტად მახსოვს ის ემოცია რომ რა ხდება უბრალოდ რა იმიტომ რომ მე და არმას მიყვავდა და აი რაღაცა რანაირად რა ეხა ის სოფლიო ჩემპიონი ნაკრები ჩავიდა და ვერაფერი ეხა დღეს კიდევ ვიძახ საფრანგეთის შემადგენლობით ამათ ოლისეღა აკლათ ეხა ესეც დაემატათ და შერკი დაემატათ კიდე და ისე ხო აკლათ ფეხბურთელები და საოცარი ხო მოუგო კი მოუგო მაგრამ ეხა ეს ამხანაგო და გელამ გაიტანა გოლიდან გელამ გაიტანა ერთი ძმა იქით იყო ერთი ძმა აქეთ დეზერე დუე ხო იქ არის საფრანგეთში და გელა დუე გელამ გაუტანა და ეგრევე კადრი წავიდა ამაზე ეს იმაში თან გაუსწორდა რა ძმა უფროსი ძმა არის ახლა ხო თან უფროსია და კიდევ საფრანგეთის შემადგენლობით არის საოცარი გუნდი აი ძალიან აი ყველა რაღაცა კომპლექტაციით სამაკრებს გააკეთე ხო აი ვინ არ არის ნაკრებში ისეთი რამეა რა ეხა მაგალითისთვის რა თუ მწნელი ნაკრებს ხავს კარგი ჯერ ერთი ესნელი მთელი წელი მუშაობს ხო და ანუ ეს არ არის ყველაზე იღბლიანი ტიტლები კი შეიძლება წლები ხო მუშაობს მე თუ მან მოახერხა აი ნახე როგორი რაღაცა შეიძლება ნაკრები კონკრეტული ნაკრები უფრო ძლიერი იყოს ვიდრე მეორე ნაკრები მაგრამ ჯანსაღის სიტუაციის ხარჯზე, ერთმანეთის გატანის ხარჯზე, სწორი გასახდელში დალაგებული სიტუაციის ხარჯზე, შენი ეროვნული ნაკრების იმით რომ გადიხარ და იმ აფრიკელებმა რო იციან რომ არაფერი საკუთარ ხალხს არ აქვს გარდა აი ესეთი ზეიმებისა, ისინი მაგათვის რომლებსაც გამოვლილი აქვთ გაჭირვება, უბედურება, უწყლობა, უსაჭმელობა და მე რო ფულს დიციშოვიან და რო იციან რომ იქ ჩადიან და ისე ხდებიან პირობითად, ნუ ხო დიდია დროგბა იქ და ჯოელ ემბიდი და ვიღაცეები საერთოდ აფრიკაში არიან, ნუ რა გითხრა, ხო? არა მარტო. გახსოვთ ნიგერია როგორი სიმპათიური ნაკრები იყო, ხო? და ეხა ჩვენ გვახსოვს ეგრე რომ აი ეს უნდა ყოფილიყო თითქოს აქეთ და გადმოსახედი მაგრამ მაშინ ამდენს არავინ არ ელოდება. არა მე სენეგალი კი არა. ამიტომ სენეგალი ძალიან ისეთი გუნდია. აფრიკული ყველა გუნდი ყოველთვის გასათვალისწინებელია. არ გაუმეუროს ვაფშე. ჩემი აზრით საფრანგეთსაც და ნორვეგიასაც სერიოზულ წინააღმდეგობას წესით ლოგიკურად უნდა გავაკეთო. არა, აუცილებლად ნორვეგიას ერაყი არ ვიცი, მართლა გულწრფელად ვიზახი, არც ერთი თამაში მე ერაყს ნანახი არ. ერაყი არც მე არ მინახი. არ მაქვს ნანახი და თან თამაშობენ შიდა ჩემპიონატში და იქვე არაბულ ქვეყნებში. აი ესე მგონია, თუ მოუნდებათ სამივე გავა. ერთმანეთში ფრეი თამაშონ, ორივე მოუგოს. შემაგეების თუ ჯერა არ ვიცი, ხა ერთმანეთში მოდი ფრეი თამაშონ. არა, მოდი ფრეი არ ვითამაშო. მე იქ რა მოხდება, კაცმა არის. არა, მოდი ფრეი ვითამაშოთ არა, მაგრამ ზაბრასთან შეიძლება რა არ ყოფილა 1 და 2 ყოფილა? შეიძლება ყოფილა, მაგრამ მაგას ვერ დაამტკიცებს ვერასდროს. ხო. ამტკიცები და დანიას ვერ დაამტკიცებ იმას და შვედეთსა, გერმანია, ავსტრია 92 წლის რა ვიცი, ყველა ლაპარაკობს, მაგრამ ეგ მონათლებს აი მე სულ მაგას ვეუბნები რა, მე და ბატრი მაგაზე ეგეთ რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით რა ნახე. ეს კიდე ახლა თავს იკავებს ხოლმე, კიდე რაღაცებს არ ამბობს ხოლმე. ამა რომ მართალაც მის თავში ტრიალებს ეგენი თქვას, ხო ხდება, მაგრამ ამას თავის ის აქვს რა რაღაცა ის აქვს სისტემა. არა,
ნიშანი არა რატო ეგ ყველას ბიჭო მე გეუნები რომ მაგალითად კალათბურთში ეგენი არა ოღონდ მაგრამ შეიძლება გადავწყვიტო რომ აი ხა რომ მოვდივარ რა ხვალ თამაშია და მანქანამ გამოიერა და წერია კეიდი რა აი ბოლოში და მანამდე 007 ხო აუ მივდივარ ნახე 007 კეიდია კეიდი ეს რომ დავი King David როა კიდე ხო იცით რა ისიც თუ დავინახე რომ მეთქი აი ნიშანია ეს მაგრამ რთულია ჩვენ ადამიანებს გვამახსოვრდება ჩვენ რომ გავიფიქრეთ და მე რომ გავარტყით ის რჩება ჩვენთან ის ვერ გარსმულები და ის გამაზულები ეგრე არა აქ რა მომენტია იცი ილო აი სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში აი სოფლიო ჩემპიონატებზე როგორი მომენტია იცი არგენტინა ჩისა პერუ ყველა ცნობილი თამაშები რაზეც ყველა ეჭვი ქონდა 6-0 იმიტომ რომ 4 ბურთი და მეტით მოგება ჭირდებოდა ეგ 78-ში 82-ში მაიმუნობების კი ბატონო მაგრამ გერმანია მაშინ ფედერაციული რესპუბლიკა ავსტრია 1-0 უნდა მოეგო და 1-0 მოჭა. მერვე თუ მე-9 წუთზე გატანილი გოლი ზუსტად მახსოვს თან ხრუბეშის გოლი და გაჩერდნენ. ხო, ეგრე გაჩერდნენ შვედეთი დანიას ცნობილი ორი. იმიტომ მაშინ ალჟირი გადიოდა სხვა ანგარიზე ნებისმიერ ანგარიზე. ხო, ნებისმიერ ანგარიზე ალჟირი გადიოდა. აი ესენი არის, მაგრამ მაგის შემდეგ შემოიღეს ერთდროულად ჩატარებას. აი მაგ ზუსტად მაგ თამაშში. ხო და ეგ მე ნახე, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ესეც რა ჩვენერი ადამიანების დაწერილი ჩვენთანაც ყოფილა და სხვაგანაც ყოფილა და ალბათ ესეც რაღაცა ნაწილია სუდი ნაწილია გასაგებია სუდი ნაწილია ხო ერთმა ძალიან ცნობილმა ფეხბურთელმა მითხრა ვეტერანმა ჩაწყობილი თამაში თუ არ უთამაში ეს ფეხბურთი არ უთამაშია საბჭოთა კავშირის პერიოდზე ლაპარაკობ რა ესე იგი ფეხბურთი არ უთამაშია რას თქვებაო რა იმიტომ რომ მაშინ იყო ეგ სისტემა და ნუ ეხლა ვერ გაიქცევი მაგას ხო, იცი რა არის უბრალოდ ძალიან დიდ რისკებთან არის კავშირში და მართლა თუ ეგეთი რამე ხდება, მაშინ ეს უნდა იყოს ისეთ მაღალ დონეზე. ეხლა რავი, შეიძლება სადღაც ყველგან კამერა გიყურებს, რა გიყურებს, რა უნდა გაბედო, რას ლაპარაკობ, ტელეფონზე ვერ დაილაპარაკებ. ხუშია კაი, ეს ჯგუფიც გავერეთ, მოდი კიდე J ჯგუფსაც შევეხოთ, არგენტინის, ალჟირის, ავსტრიის და იორდანიის გუნდებია. იორდანია საერთოდ ჩემპიონი. ჯორდანივით რო იწერება, თან სულ გონია რა. ჯორდანი. ხო ის რო არის რა ბრენდი ნაიკის ბრენდი ჯორდანი რო აწერა Air ჯორდანი რო იყოს Air იორდანი თან არის რა ხო ხო არის მაისური პირდაპირ ჯორდანი რო აწერა იორდანია არა იორდანიაზე რა უნდა ვთქვათ ეხა რა აქ არგენტინაა აქ არგენტინაა რა გასაგები აი არგენტინის საოცრება რა არის იცი აი 25 ფეხბურთელი თამაშობს ერთისთვის აი ეს აქვთ მართლა საოცრება აქვთ როგორც წინაზე გააკეთეს რა აი მესისთვის თამაშობს 25 და ისეთი რაღაცა მომენტია რა შეკრული ამადგან ყველაფერი შეიძლება რა ამადგან ყველაფერი მოსალოდნელია იმიტომ რომ ის ჟინი რა ხა კლასი არაკლიათ ეხა გასაგები ეხა მესი არის მე მგონია რომ რა შეიძლება შემდეგ სოფლიოც თამაშოს გამოაცხადოს თამაშობ რა საერთოდ არაფერი არის ამ ადამიანისგან იმიტომ რომ მსგავსი ხო მოვლენაა რა ფაქტია რომ მოვლენაა იცი რა არის მე რომ აი ინტერში რომ პასი გააკეთა ასისტი აი რაღაცა ის იყო თან კარგად ქონდა ვიღაცას გაკეთებული ის გაშლილი ქონდა რა ეს თემა და მაიამის ხო ინტერ მაიამში შარშან რო გააკეთა თუ როდის იყო არ მახსოვს აი იქ ანუ რამდენი ფეხბურთელია რამდენი დონი ამ რა დონის ფეხბურთელები შესრულებაზე არ ვიცახი ეგრო დაინახა რომ მან გაიაზრებოდა არის აი ისეთი სიგიჟე აი იამალში დამიჭერია კიდე ეგეთი რაღაცეები მომენტებში რომ ცოტა ძალიან ისეთი high IQ გენიალური რაღაცეები არაპროგნოზირებადი ძალიან მიყვარს ეგეთი მოთამაშეები რომლებსაც აი არაპროგნოზირებადები არიან ასე ვთქვათ აი რომ პირველად რომ აი აქ რამ მოაფიქრებინას რომ გაფიქრებინებს ეგეთი ტიპები მიყვარს მაგრამ ის პასი მე ეგეთი პასი არასდროს მაგეთ ფეხბურთელებს მიზახი რომ აი ნახევარი წამით უსწრებენ ფეხებს რა ხო ეგ არის ზუსტად ეგ მომენტი სწრაფი აზროვნება ეხა ის თulis იმას გათვლილი კონდა ეხა რასაც ილოიძავს გათვლილი კონდა ის რომ იქ ბურთი გავა და შეიძლება რომ შეასვე ხა რამდენი მომენტი გვინახავს მესის საოცრებებზე არ შეიძლება რომ გაკეთდეს არ გამოდის მაგრამ აკეთებს მე ჟინი რაღაცა აი ეს მომენტი რა რაღაცა ბრძოლის უნარიანობა და თავდადება ქვია ამას ალბათ რა ქვია მაგრამ აი ეს დამოკიდებულება გუნდელების კიდე მესის მიმართ არის კიდე საოცრება რა აი რაღაცა ესეთი არსად არ არის მე ვერსად ვერ ვხდი იმიტომ რომ ძალიან უყვარს მე ვერსად ვერ ვხდი დაიმსახურა იმ ადამიანმა ის სიყვარული ხო ლეგენდა ხო არ მოდის ემოციური ნაღდი ძალიან საყვარელი ცოლი ყავს ნაღდი ადამიანი თავდაბალი ადამიანია ისეთია მისი დაცვაც კი მიყვარს ისეთი საყვარელი დაცვა მაგარი კაცი და ერთი მომენტი მაქვს ნანახი როცა მესი უყურებს თავის ცოლს და
ისეთი სახი აქვს პროსტა რომ ბიჭო კაცი არის მილიარდელი გახდა ოფიციალურად ხო და შესაბამისად ტიპი გოგო ყავს რომელიც მთელი გულით უყვარდა თავიდანვე და გავიგეთი ასეთი იმაზე რონალდოს კი მაგარი არ არის მეთქი მართლა ეპოქაა ეს ორი ადამიანი რა მაგრამ ეს აი მე ვერ ვიტყვი რომ რონალდოს მიმართ პორტუგალის ნაკრებში იგივე დამოკიდებულებაა არ ჩანს მე არ ვიცი შიგნით რა ხდება გასახსენად წინა ჩემპიონატში შეცვალეს ვაფშე და გასვა იქა არ ჩანს ეხა და არ ვიცი ეხა ჩვეულებრივი მომენტი ეხა ორი ძალიან დიდი ფეხბურთელი დგას აქეთ იქით რა და ეხა თან რა ასაკში სადაც მესია იქ რონალდოა არა რა ასაკში გუნდები რო იყიდეს ხო იცი ისა იმანას ესპანეთში იყიდა ლებრონ ჯეიმსია 41 წლის ეხლა თელიც ხო დაეთყო მაგრამ ერთი ამერიკულ ფეხბურთში ტომ ბრეიდი ახლა თუ საუბრობთ აი ამ ხელა ასაკის ტიპებზე და რამე ტომ ბრეიდი რაც გააკეთა ამერიკულ ფეხბურთში რაც გადავიდა თან გამოუშვეს იქ ნიუ ინგლენდიდან ბოსტონის გუნდიდან პატრიოტიდან გამოუშვეს უკვე როგორც ამის დრო ჩავიდა მთელი მედია რომ მორჩა და ტიპი ადგა და გააკეთა ბაკანიერსში ანუ მივიდა რაღაც ბანძ გუნდში იმ წელსვე მოიგო სუპერბოლი რაც არის ურთულესი ამბავი იქ და ეგ არის რა იმ გამოცდილებასთან ერთად მე რა არის იცი იგივე ფეხბურთშიც როდესაც შენ ათლეტურობას კარგავ უკვე შენი გამოცდილების და IQ-ს ხარჯზე კაჩავ ხო ეხლა ლოტარ მატეუსიც რამდენი ხანი თამაშობდა და ახლო 40 წლის იყო ხო რომ თამაშობდა თუ 41 წლის ბევრია ეგეთი იმეს ხო ხო მაგრამ მე პოზიციას იცვლი რა ის წინ ვეღარ იყო უკან დაიწყე მატეუსი რა თქმა უნდა იქ რაღაცა და შენი გამოცდილებით დროის ნახე მე უკვე ზუსტად ყოველი წამები მნიშვნელოვანია ფეხბურთში ბოლოს რო გადიხარ 97 ამ დონის თამაშზე რომ შეგაკლავენ მაგრამ ამათ მე იციან უკვე როდის როგორ იცი რომ აი ყველა ენერგიას ძუნწად სწორად მოიხმარენ და ანაწილებენ რა სწორად ზოგავენ და ეგეც სკილსეტია იმიტომ რომ ეხა მე რომ მაგალითად გამოუცდელი ვიყავი და სადღაც რო შემიყვანეს უმაღლეს ლიგაში პირველად რო შევედი ჩემი აი კვადრატის იქით ვეღარ ხედავდი რა ხდებოდა ფეთიანივით დავდიოდი სამჯერ აუტი არასწორად ჩამოვაწოდე და რა ვიცი მე მაგრამ მე დროთა განმავლობაში ეს გამოცდილება სიმშვიდე მოედნასა სხვანაირად უკვე უყურებ აღიქვა აი პასსაც ხა ვერ ვინელებ კიდე მესის პასს ჩვენ რო უყურებთ მესის პასს აი ესე გამეორებით ამ აქედან ზემოდან როგორც ჭადრაკის დაფას აქ ვამბობთ რომ კიდე რა სიგიჟე გააკეთავ ეხა შენ წარმოიდგინე ის თავისი რაკურსიდან რა დაინახა ტიპმა რამდენ ადამიანში და რა ვიცი ხო ნუ მოკლედ არა არგენტინა საოცარი გაცილება უნდა იყოს მესისას და რონალდოსის მე ვფიქრობ რომ ეს ლეგენდა ორი იმსახურებს არ არის ისეთი რომ არგენტინას რამე პრობლემა ავსტრიის ნაკრების რაცა უნდა პატივი ვიცეთ არ არის რა საპირწონეო არა თან ის ავსტრია და ის რო ერთმანეთს შეხვდნენ ის ალჟირი ხო და აი მათ შორის ვინ იქნება ავსტრია არის ყორო ჩატოვა 82 წელი გაიხსენე ალჟირიც ახლა რაც უყური ალჟირის არ არის ცუდი გუნდი არ არის ალჟირის ძალიან კაი არ ვიცი ნახოთ რა და ზიდანი ყავს ბოლო რა მართალია კარში მაგრამ მაინც ზიდანიშვილი მაგარი ეკეტრეზე გეაქეთ კაი ესე იგი აქ გასაგებია პრინციპში მართლა ყველაფერი. მთელი ვარსკვლავები. პორტუგალია, ზიდანი, კონგო, უზბეკეთი და კოლუმბიის ნაკრები. აქაც იგივეა რა. აქაც იგივეა. უზბეკეთი ხო, კანავარო კი არა, ვინც არ უნდა დანიშნონ და შომუროდოვი საუკეთესო ფეხბურთელია ხო? ყველას პატივისცემ, ყველა ფეხბურთელს, ყველა თავისად წავიდა თურქეთში, ბომბარდირი გახდა და ბევრი გააგდა ხუსანოვი სიტიდან. ხუსანოვი ორი აი ეს არა ორი ვარსკვლავი ყავს რა რეალურად ორი ვარსკვლავი ყავს. ხუსანოვი თავის ქვეყნის ხუსანოვი უფრო არა ხუსანოვი ხა სიტიში რო სასტავში ხარ ხო არა უკვე განაცხადია სერიოზულად სერიოზულად დადეს თვალი უკვე სხვებსაც უნდა და კარგად თამაშობს. იგივე შომროდოვი არ არის ცუდი ფეხბურთელი. გვარდიოლას ყოლა გაიარა ბოლო ხო? აი მაინც ახლა რაც არ უნდა იყოს ხო უზბეკეთი ვერ მოვა რა ამათი ჩვენ ხო ვიცით რომ უზბეკეთი არ არის საფეხბურთო ქვეყანა მაგრამ მეორე ის არის რომ ძალიან დიდი თანხები ჩაიდო და ძალიან დიდი სკოლები გააჩინია ტაშკენტური თუ შენ ეგრე იცი მე მინდა რომ გავსინჯო არა საქართველოში არამედ იქ ვიყავი ბაზარში წამიყვანე ფლოვის ჯერ მაყურებინე როგორ აკეთებენ ის არის საოცრება ამარტო ამას YouTube-ზე შევიდე საათობით უზბეკს აქვს თვითონ მე ნახდი ეგ მაჭამე მაჭამდე შეიჭირი არ მინდა მაგათი პურის მაგა ტრადიცია ხო იცი მაგა ტრადიცია ხელით უნდა გაჭამოს და არ მინდა მე თვითონ არა არ უჭმევია
არის ჩვენ კიდე არა უშავს აფრიკაში რო ჩაღოდა ახლა თუმბუ რომ მოგცემენ იმას ოქია მაიმუნი როა ნახევარზე და შევიყავი მართლა მოაჭამე მართლა ბედნიერება მქონდა 64 წლის იუბილეი იყო რა და დიდი დელეგაცია წავედით აქედან უზბეკეთში ხო იქ თვითონ ტაშკენტში იქ სტადიონზე აი საოცარი მიღება რა აი რა ვიცი ძალიან ხალხმოყვარე ხო გადაირივნენ ახლა ჩივაძე და გაბელია და გუცაევი რო დაინახეს ნუ ხალხ აეროპორტში ყვავილები დახვდნენ ხა მე კი არა იმად დახვდნენ მე ვიყავ უბრალოდ იმათთან ერთად თორე რო ჩავედით აი ეს დახვედრა წასვლა ნუ ერთი ბანკეტი მე რაღაცა ის რაღაცა ის საოცარი სიტყვა ეს ამასაც აქვს თავის მიზეზი ძალიან არ ჩაოლებრივი ძალიან კაი დამოკიდებულება ეს არა რატო ვიძახი იცი ეს დამოკიდებულება მოდის ის 79 წლის იმ ტრადიციაა ჩაოლებრივი ხა იქაურმა ჟურნალისტებს სქელი წიგნი მაჩქვა რა რუსულად არის და არაჩვეულებრივი წიგნია პახტაკოი რო დაიღუპა და როგორ რაღაცა იცი ხარში დაუდექი არა მე გეტყვი ხა ნაღდი ხა იქაურებს წერეთელი ვაფშე იქ თამაშობ ზურა წერეთელი წავიდა საერთოდ იქ სათამაშო და ზურა წერეთლის ქუჩა ქვია ზურა წერეთელი ალეია ქვია იმას ბაზაზე რომ მიდიხარ სწორი ქუჩა იმიტომ და რატო ზურა წერეთელი იქ მოსკოვის დინამოდან იაკუბიკი წავიდა და ვიღაცეები მაგრამ აქ რა არის იცი რა არის ყველაზე მთავარი რომ ზურა წერეთელმა არ მოითხოვა არც მანქანა არც ბინაო მართლა გულით წავიდა მაგარი ადამიანი და ბაზაზე ცხოვრობდა და გუნდს დაეხმარა რა და ეს დაუფასეს ზუსტად რატო არის მისი ქუჩა ზუსტად ეს მომენტია და ყველაზე მაგარი ისტორია იმ წელს 79 წელს დინამო გავიდა მე-4 ადგილზე. წინა წლის ჩემპიონები არიან საბჭოთა კავშირის. და რო ჩავ ეს თვითონ აქვთ მოყოლილი იმ ლეგენდებს და უბრალოდ ვიმეორებ რა. ყველგან აქვთ უკვე მე მგონა თქვა შეიძლება ამის მოყოლა და ჩავედითო ტაშკენტშიო სათამაშოთო რა. რო დაიღუპა გუნდი ჩავე პირველი საშინაო თამაში დაემთხვა პახტაკორი დინამო. სტადიონი იგივეა. ეს პახტაკორის ძველი სტადიონი დატოვებულია, ნუ გარემონტებული რა თქმა უნდა. როგორც ჩვენი დინამო რა. არ დინამო კიდე უფრო შეცვლილია რა. აქ გარედან არის ძალიან ლამაზი უზბეკური იმეებით და ტრიბუნის კამებია ინდივიდუალური, თორე ის გადახურული არ არის და მოკლედ მაგას რა. პახტაკორის სტადიონი და აი ჩათვალეო რომ პანაშვიძე ვართო რა. რო შევიდე პირველ ტაიმი ერთი თულს ვიგებთო რა და იმ წელს ეხა სატვინო ცხრილს რო ჩახედო მე 79-ში დინამოს აი ეს ორი კულა დააკლდა ძალიან ბევრი რამს უბრალოდ მაგას ვაკვირდებოდი და რო იმას აქნეს პირველ ტაიმი მოვიგეთო 1-0 ყიფუმში აგდო გამოვეთითო და ეხა რამდენიმე ადამიანის მოყოლილია ეს რა გავერთიანი რა და რო იმას ქვენითო ახალკაც შემოვიდაო გასახდელში თქვენ თვითონ იცით რაც უნდა ქნათო და გავიდა არაფერი არ ვთქვიო გამოვეთო წავაგეთო 2-1 რა თქმა ყველა მიცოდაო რომ ეხა ჩვენი მომგები ის გუნდი აი არანაირად არისო რა წავაგეთო 2-1 და უბრალოდ იმის მერე თვითონ იქაური ვეტერანი ფეხბურთელი ყვება ამ ყველაფერს რომ ჩვენ რომ მივდივართო სასაფლაოზე და რო ვსვავთო ამათ ხსოვნასო მე ვსვავთ დინამოს სატრიძელოსო ამ ბიჭებისო რომელმაც პატივი გსოვდა ეს კიდე ახსოვთ მე ვიყავი 10 წლის წინ დაახლოებით და ეს ხა რამდენი წლის ამბავი ეს ყველაფერი ხო 79-ში და იმხელა პატივისცემა უზბეკებისგან ჩვენი ფეხბურთის და ზოგადად რა ქვეყნის მე აღარ კიდე მე რაღაცა ისინი გვაჩუქეს ყველას ეს თავზე გახურიეს რაღაცეები რო არის და ყველა ვიყავით იმეებში გახვეულები რა რაღაცა ამ იმაში ჩვენც აი ჟურნალისტებიც ვინც ვიყავით ასულები და სასწაული აი ხო გეუბნები მე მსგავსი პატივისცემა და ანუ აი ესენი 80-იანების დინამოს წევრები იყვნენ აი როგორი პატივისცემაში იცი რომ აი ყველა ცნობდა თან ყველა ცნობდა საკითხაო ხო და ხა იქრეები იყო ხო წარმოგიდგენია ბანკეტზე მე ერთ რამ ვიცი რომ ძალიან სტუმართ მოყარე ხალხია და ქართველები უყვართ აი ეგრე არიან დამახსოვრებასაც შეღება შენ ერთხელ რომ მოისმინო ეგ ძალიან მიხარია ხოლმე როცა ჩვენი რაღაცა ახსოვთ ესე კარგად ინგუშებს ახსოვთ ჩვენი ბერმონაზნების ამბავი დედას ფიცავა აი რა სახლები დატოვეს ყველაფრიანად და აი წარმოიდგინე ჩვენი მონასტრის ბერები იმ დროს როცა ინგუშეთში ბავშვებს აი მაშინაც თავიანთი ლეკიანობა და რაღაცა თავიანთი მაგათაც ქონათ ამ ბავშვების ამბავი კონფლიქტები იმის დროს მაშინ ჩვენი ბერები ჩამოდიდნენ ხოლმე და ეს სამი ეგეთი დიდი ინგუში აქვს 10-15 წლის წინანდელი ვიდეო აი მხელა ისინი აქვს და ყვებიან რომ აიო ქართველებიო ჩვენ ყოველთვის გვერდში განსაკუთრებით გვიყვართ განსაკუთრებით ქართველებიო იმიტომ რომ საკუთარი სიცოცხლის ფასათო რომ წირავდნენო ეს ბერები ჩამოდიოდნენ და მიყავდათო ჩვენი ბავშვებიო აჭმევდნენ აპურებდნენ რისკის ფასად საკუთარი განათლების ფასად და ინგუში რო ლაპარაკობს ქართველები ჩვენი ძმები აი ბიჭი რო დინამოში ხა დოლტყუზიევი ხო ინგუშია ინგუშია ხო ისმა ის რუსან აუშევიც მაგრამ ევასებოდა მაგარი კაცი იყო ინგუშები ლამაზი ხალხია ძალიან თან
აი ბოლოს ესე იგი უზბეკეთი გავიყვანეთ ჯგუფი. არა ვერ გავიყვანე ძალიან დიდი აი დედასფის პორტუგალია და რაც მესიზე ვილაპარაკეთ იგივეა რონალდოზე აქ არა კონგო სხვათა შორის არ არის ის აფრიკული საზომი ეს კონგო ხო იცი ზაირი რო ზაირია ეს ძველი ზაირი ხო 74 კონგოს დემოკრატიული პატარა ისტორიას მოგეყვები კონგოზე რა ეგ ზაირი იყო და მეფემ 9-0 წააგეს ხო 9-0 წააგეს იუგოსლავიასთან და მეფე მივიდა ავშო თქვენ ვეხაო ამ აი სამზე მეტ ბურთი თუ წააგებთო ბრაზილიასთან ეთამაში ბრაზილიას და შოტლანდიას და სამზე მეტი ბურთი თუ წააგებთ იუგოსლავიასთან წააგეს და ეხა ბრაზილიასთან მეუბნება 60-ზე თუ წააგებთო თქვენ დაგხოცავთ თქვენ შვილებს თქვენ ოჯახებსაც დავხოცავთ აი ოჯახებსაც რა შარია ბიჭო ეს რა მოხდა პრეცედენტი რა მოხდა ჯარიმაზე 3-0 ჯარიმაზე ხო 3-0-ია და ჯარიმას ურტყავს თან ურტყავს ბრაზილიელი ბრაზილიელი ხარ ივენინო ზაირზინო ყველა დგას ხო რა არ ვიცი დაარტყავს გაიტანს რა და ხო უნდა გამოვიდეთ ეს გამოიქცა ბიჭო სანამ და კედლიდან გამოვარდა და დაარტყა და ეს საჭი მივიდა ყვითელს ანახებს არ მესმისო არა და ბედნიერი რო არა არსებობს ეს კადრი არსებობს ეს მამორბის და აი ბიჭო ჟაირზინიო კი არა რო ვიცოდე რომ მაგათა თუ იცოდნენ მაგრამ საიდან იცოდნენ ბრაზილიელს მე რო ვიცოდე რომ მეოთხე გოლი რო გავიტანო მაგის გამო ვიღაცა ამას შეეწირება იმათმა რა იცოდნენ იმათ არ იცოდნენ ხო მაგრამ დანდახონ ხო ეს თამაში იყო მე მაინც ის არის რო ვიცოდე მაგას მაგისთვის ვერ გავემეტებდი რა ესკობარი აიღეს ხო რა ეგეთ პონჩი არ არის ეს კონგო ამიტომ ვიძახი რომ კონგო არ არის დიდი ისეთი გუნდი აქ პორტუგალია არა პორტუგალია შემადგენლობა სასწაულია რა მარტო PSG-ს პორტუგალიელები რო აიღო ავიც ეხა ის შუაში ნევეში ვიტინიო ალბათ დღეს ხავი ინიესტა რა დაახლოებით ეხლა მე ლეო ძალიან მომწონს ლეო შარშია მაგარი შეიძლება დისკვალიფიკაცია ხო იმის გამო რომ გაარტყა ხელი ხო დაარტყა გადა ჩას უყურებდი რა თამაში გაარტყა და არა ჯერ ისა განხილვის თემაა და საერთო ამხანაგურიდან არ გადადის აი ხასიათი რამდენს ნიშნავს რა кай ფერი რა შუაშია ხო ეხა იქ არაფერი არა ლეოს ადარებდნენ კვარაცხელია ძალიან კარგად გახსოვს ხო ის მილანში რო იყო და ეხა ვინც ადარი დღეს შეადარებდა ლეოსაც ადარებდნენ მიტომასაც ადარებდნენ არა ადარებდნენ შეადარონ ეხა რამდენი თავიდან თო ის კი არა ბიჭო თავიდან არავის არ ადარებდნენ არ ცნობდნენ 2 წლის წინანდელი თავიდან ადარებდნენ კი 2 წლის წინანდელი და ნაპოლის რუსული პოდკასტი იყო ნაპოლსის ვერ გაკაჩავს რაღაცა და ტიპი ლაპარაკობს რომ ის აი კვარაცხელია რომ მიიყვანონო რა იმის მაგერად ბამპერომიდის რა კვარაცხელია რომ მიიყვანონო რას ლაპარაკობ ხო რაღაც ეგეთ პონჩი რა ხო არა ეგისა და ეხა აქაც ეს პორტუგალია კაი გუნდია რა რაც არ უნდა იყოს თან აი ეს რაღაცა ზემოტივირებული ადამიანი რომელიც ავს ტრავმა არ ეკარება ხო სხვა აღნაგობა აქ ამას ხა იქ მესიც ცალკია ეს კიდე და ავიცი შეიძლება გამოვიდეს ამ უზბეკეთთან და კონგოსთან და გადაირიოს საერთოდ აი ეს მარტინესი რო მან ის მარტინესი მად მოვიდა ხა და რას როგორ დაატრიალებს მარტინეს ავიცი არ ამგონია რომ მარტინესმა გაბედოს ისე ის დამსახურებული იყო ეს რომ მაგათი თავკაცი რა გვარი იყო ეს ეხა ვინც წავიდა 15 წელი იყო ბიჭო გვარი აღარ მოსწონს ხო აღარ არა აქაც ის მომენტია რა ხო გეუნები მოკლედ ის არის რა პორტუგალიის ნაკრები აი როგორი ფავორიტია იცი უნდა აჯობონ რა თავის თავს რა რონალდომ უნდა გააკეთოს და ეს დანარჩენები ხა ნუნუ მენდეში არის საუკეთესო მარცხენა მცველი დღეს ეს ორი ნახევარმცველი არის საუკეთესო ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში არის არჩი ალბათ 10 პას გააკეთებს საგოლეს აქაც თუ იქ კიდე სხვა ფეხბურთელები და რავი მეტი რა უნდა იყოს ახლა ნაკრები ნუნუ გომეში მოსებოდა მაგრამ შანსია აქვს ჩემპიონობის ჩემპიონობა შეიძლება ცოტა გადაჭარბებულია მაგრამ წინ უნდა წავიდე საკმაოდ წინ უნდა წავიდე მე ვაფშე შეიძლება 4 ხელში შავი საერთოდ არ არის აი პორტუგალია მე როგორ დაჯდება რა მე როგორ გავლებ საერთოდ არ არის შენ შეიძლება ჯგუფი და რო გავახო ფაქტია ხო მაგრამ ნახე რომ არ ამგონია რა შენ რომ დავინახო რომ ვერ გავიდა მაგასაც ეგ არის ძალიან პირობითი რაღაცა მე რომ ბოლოს ვაფასებთ ხოლმე პოსტფაქტუმ რაღაცა წარმატებული იყო თუ არა ვიღაცა შეიძლება გავიდეს ნახევარფინალში და ჩაითვალოს რომ გაცილებით წარმატებული სეზონი ქონდა ვიღაცა შეიძლება მერვედფინალში გამოვარდეს მაგრამ მომავალ ჩემპიონთან და ის გავიდეს იქ ვიღაცა სხვასთან ხო ხო ვიღაცისთვის ეხა ფინალის წაგებად წარმატებულობა იქნება არგენტინისთვის გაჩნია გუნდს მაგრამ 14 წელს გეტყვი რომ კოსტა-რიკა გავიდა პირველ ადგილზე რა გუნდებში? 3 მსოფლიო ჩემპიონი: ურუგვაი, ინგლისი და ისა
ვინ იყო მესამე? ურუგვაი? მაგრამ ეგრევე გავარდა მე მე-8 ფინალში ხო? ხო. ხო, ამიტომ რომ ეს ხო ჯგუფი. არა. მე-4 ფინალში გავარდა. მე-4 ფინალში. მე-4 ფინალში გავარდა. არა, უყურე, ეხლა კოსტა-რიკას რომელ წელს არ იძახი? განიხილავდი, რატო ვიძახი? რატო ვიძახი? ეს ქაღალდზეა. 90-ში. 90-ში. რა, კოსტა-რიკა. ეგ რაც მოხდა 2014-ში. შენ 14-ზე იძახ ხომ ეს ხო? ინგლისი, ურუგვაი და იტალია? იტალია იქნებოდა, აი რა, ვინ ვარდებოდა? კიდე ერთი მსოფლიო. ინგლისი გავიდა ერთი ქულით. აი წარმოვიდგინე. და იმიტომ ვიძახი, ეს არის ყველაფერი ქაღალდზე. ბიჭო, ეგ არის ჩვენ ასაც ვლაპარაკობთ. თამაში ერთი ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მეორე თამაში პრეს გააგორებს და ეგ არის. მაგრამ და პორტუგალია ვერ გავიდა. ან კიდე ის ხა იქ გინდაც უზბეკეთმა რა უნდა გააკეთოს და კიდე იქ არიან გუნდები, მაგრამ ყველაფერი ამ პორტუგალიაზე რა მქონდა, ისი დღემდე ისე ვარ მე 2004-ში ფინალი რო წააგო საბერძნეთთან. იქ ვიყავით რა. მე და სანდროს მობილაძე ვიყავით და რო წააგეს ხო ქუჩაში ხო გამოვიდა ველოდებოდით რაღაცა ზეიმი უნდა ყოფილიყო და მთელი ლისაბონი გამოსული და რაღაცა და აიხაც რომ მითხრა რომ წააგო მეთქი არ მჯერა რა მაინც არ მჯერა იმიტომ რომ აი ისეთ სიტუაცია გამოვიდა შენ საბერძნეთი და მოუგო და იმიტომ არის ფეხბურთი მაგრამ ხო ეგ არის რა ძალიან ბევრი რაღაცა უცნაურობა მოხდება ხა ჩვენ მაინც ლოგიკას მიყვებით რა ხო რეალურია რაღაცა როგორ აუცილებლად რაღაცა განსაკუთრებით სოფლიო ჩემპიონატებზე ბევრი რაღაცა შეიძლება ისეთი მოხდეს რომ რა კაი ჯგუფი ელი სადაც ინგლისი ხორვატია განა და პანამა აი ხა ინგლისი გასაგებია პრინციპში, მაგრამ და ხორვატიაც, მაგრამ განას როგორ შეაფასებთ? განას აქვს ისეთი თამაშები ჩატარებული ძალიან სერიოზული ნაკრები, ძალიან. ერთ-ერთი საფეხბურთო ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ყავს და მგონია რომ ნუ აქ პანამა აშკარა აუთსაიდერი. ნუ აქ ცალსახად პანამა. ხო, მაგრამ აი ხორვატია რამეს იზავს შემიცოძვით? იცი რა ხა მოდრიჩი რო ფორმაშია, ერთი ეგ არის. ცოტა გადაბერებული შემადგენლობა ხა ცოტა კი არის კარგი მოდრიჩი არის სასწაული, გავიგეთ, ხო, მაგრამ რამდენად შესწევს ზალა, რაც გააკეთა 2018-ში. გააკეთოს იგივე. იგივეს ვერ გააკეთებს. ხო, რამდენი ხა 8 წლით თუ რამდენი წელი გამოდე, ხო 8 წლით პატარა მოდრიჩი აბსოლუტურად სხვა იყო, ვიდრე დღეს არის და ოქროს ბურთია იყო. ხო, ძალიან ძნელია დღეს ხა. გუნდის მებრძოლია. გუნდი ყოველთვის მებრძოლია ხორვატია, ეხა დებიუტანტები შემოვიდნენ და მესამე ადგილზე. ეგ არ ესწავლება ხორვატიას, რომ იბრძოლონ ბოლომდე, მაგრამ თან როგორი ნაომარი. მაგრამ მე ინგლისი აი ხო აი ამდენი ხანი ყველაზე განსხვავებული ინგლისის ნაკრებია. ყველაზე განსხვავებული. აი ყველა მაგას იძახს. აი კეინი გახდა, აი არ ვიცი, აი კაიღვინო რო ძველდება რა. ხო ძალიან მაგარი თავდასხმელი იყო ყოველთვის. ეხა გახდა აი უკანაც მაგრად იწევს ბურთანაწილებს, იქ ბრძოლა ეხა რასასულელი ბრძოლაში შედის. ხო, იქ გოლის გაკეთდა კომპანი კაი მწვრთნელი. გოლის ხო აქ ნუ ბაიერნის ამბავში ხო ამან კარგად იმოქმედა კეინი, კარგად იმოქმედა. ის აი რაღაცა ძალიან მრავალმხრივია კეინი რა. აქ პლუს ამას დაუმატე ბელინგემი ცოტა უკნიდან. თვლი რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინგლისელი რაც ნანახი მაქვს საერთოდ. ბელინგემ სეზონი რაღაც. სეზონი ხო, მაგრამ ეხა მსოფლიოსთვის შეიძლება ესე ძალიან ბევრს გავიხსენებ, რომ სეზონი არ უარბოდა და მსოფლიოზე გაიბწყინა. უამრავი ფეხბურთელია ეს. მე ძალიან მოწონდა როუენის დროინდა აი 2-2 რო არგენტინასთან ითამაშეს ეგ ნაკრები. არა, ნაკრები სახელებით სასწაული იყო 2006 წელს. სახელებით რო ყველა კაიგუნდი იყო, მაგრამ საწავიდან ხა იქ ნახევარდაცვა რო იყო ლამპარდი, ჯერარდი, სკოულზი რო იყო სამი ერთად იქ ოუენი იყო, იქ რა ვიცი, ვინ არ იყო? ბექემი ხო, ბექემი დამავიწყდა. ყავდათ რა ჭირდა. რამ დამავიწყდა ხო? ეგ არის აი ეს ნახევარდაცვა აიღე ჯერარდი, ლამპარდი, სკოულზი, ბექემი და ეს გუნდი ვერაფერს ვერ აღწევს. და ეხლა ცოტა განსხვავებული გუნდია რა, ხა რამე ყველაზე მეტი ვარსკვლავი ალბათ ამათმა დატოვეს. აი ვარსკვლავური სტატუსი ვისაც აქვს რა ფეხბურთში. ვინც ვერ მოხდა ნაკრებში. ხო, ვინც ვერ მოხდა ნაკრებში, მაგრამ აქ ეხა ამას ხო სამიჯერ მინა გამორჩეული, ხო? და აი ფოდენი რატო არ წაიყვანა ეგ ვაფშე ვერ გავიგე. მაგიტო ვიძახი რა, იმას კი არნიშნავს რომ უნდა წაიყვანა. თავისი გადაწყვეტილება პასუხისმგებელი ის ადამიანია, ვინც მიიღო. ჯდება, შეიძლება ძალიან კაი თამაში. ისე წავიდა, შეიძლება საერთოდ ინგლისში არ შევიდეს ის კაცი. ისეთ რისკზე წავიდა, მაგრამ იმ აი ეს კეინის ფაქტორია, ძალიან მაგარი. გახსოვს ესპანეთში გაგახსენებ, რაული რო არ წაიყვანა. იმან. კი, ხო. არაგონის. რა გახდა ჩემპიონი რა. ბიჭო რა არის იცი ნახე. ესე კანტონაც არ წაიყვანა და იმ წელს კანტონა და ჟინოლა დატოვა 98-ში საფრანგეთმა და მაშინ გახდნენ ჩემპიონი. არც ერთი არ იყო. ნებისმიერი მწნელი ყოველთვის ჟინოლა ეცდება რომ სუპერსტარი თუ ის პრობლემატურია თუ შეიძლება რომ თავის მოთამაშეებს რამე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ან გასახდელში ვერ არის სიტუაცია იმიტომ რომ რაღაც ან თუნდაც იმიტომ რომ შეიძლება
კალიბრით ერთი მოთამაშე უკეთესი იყოს, მაგრამ სისტემისთვის, რასაც ის ხედავს, რა ხედვაც მას აქვს, უფრო სხვა ჯდებოდეს, მაშინ უფრო დაბალი დონის რა. ყოველთვის ერთი არის მწვრთნელის გადაწყვეტილება და მეორე ბევრი ვერ უძლებს საზოგადოებრივი აზრს ზოგადად რა, რომ აი ვარსკვლავი ამხელა და როგორ არ გინდა წაიყვანო. აი ეს ორი მომენტი არის აქაც. არა, ხალხი არის ზოგადად საზოგადოების ისა რა და აი რომელი ჯობია კიდე არავინ და ყოფილა ეს შემთხვევა აი ეს ვარსკვლავი ცოტა ჩამოწერილი წაუყვანე და გაუწყინე. ხო, თუ გაამართლებს გმირია თუ არა და ტერია რა. რახან დანიშნეს, რადგან დანიშნეს მწვრთნელად, ესე იგი ენდობია. ფეხბურთი ეგ არის, ზუსტად რისკია. შეიძლება აუცებ სკილაჩი გამოვიდა, რაღაცა პატარა გარწყინება ჰქონდა იუვენტუსში, წაიყვანეს 90 წელს, ბაჯოს ტრამვა ჰქონდა, ვიალი ფორმაში არ იყო, გამოიყვანეს 6 გოლი შეაგდო და საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდიერი გახდა მეორე თუ მესამე წელს. იმის ვერ არავის აღარ მივიდა. ყველას ახსოვდა რომ 90 წელს გახდა ჩემპიონი, თორე თამაშით მეტი დაივიწყა. ეგრე ვინ გაიტანა 5 გოლი სალენკო. სალენკო კამერონს გაუტანა. ის ერთ თამაში იყო არა სალენკო. ერთ თამაში. ეხა ისტორიაში შევიდა ოლეგ სალენკო, ხო ეხა რა ვიცი ეხა რო ვთქვათ რომ გინდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონში დიდად გამორჩეული იყო, არ იყო ეხა ესეთი ფეხბურთელი. თან ჯგუფში ჩარჩა, ხო? კი. პლუს ამას ეხა ესეთი ფეხბურთელები აი სოფლიოზე რომ უცებ გაიწყენენ და მე აღარ ჩანან და ის არიან ბოლო. ეხა იმაზე რომ ხუმრობენ იმასა სოფლიო ჩემპიონატივით არის ოჩუა რა. ოჩუას ავითხარო 4 წელიწადში ერთხელ ახსენდებიან. ესი არის ეს მეკარი და აღარ ამთავრებს კარიერას. მე-6-ს თამაშობს, ხო? მე-6 ჩემპიონატს თამაშობს. მე-6-ს ოღონდ 2 არ უთამაშია, განაცხადში იყო. 6 და 10 არ უთამაშია. და რომელ გუნდშიც მივიდა ის გუნდი გავარდა. სულ საშინელ გუნდებში იყო, სულ საშინელ გუნდებში. ეხა პრიპოში თამაშობს და მაგიტოვიძე სასწაული მეკარია, რაღაც აი ისენი ქონდა რა, დაფრინავდა ხოლმე. ო არა. ამიტომ სოფლიო ჩემპიონატი მაგიტოვიძე კიდე ცალკე აი რაც არ უნდა სეზონები იყოს, იმას კაი სეზონი ქონდა, ამას ცუდი სეზონი. სოფლიო ჩემპიონატი ერთ ცალკე მოვლენა რა და ეს მით უმეტეს ეს ჯგუფური ეტაპი არის გასახურებელი. მე რაღაც შეჭდაბეჭდება მრჩება მე რა. გასახურებელი და აი მე დაიწყება დაიწყება სოფლიო ჩემპიონატი. ყოველთვის ეძებენ შავ ცხენს რა, აი შავი ცხენი რო ქვია, შავი ცხენი. მე ეხლა საერთოდ არ გულაპარაკე, მე თურქეთი მგონია. თურქეთი მგონია. აი ეს თავის შემადგენლობით თავისი აი ყველაფერი რო შევადარო თუ იმას ორ ნახევარდაც ყავს საოცარი. ამ შემადგენლობით თურქეთი ძალიან შორ შეიძლება წავიდა. აი შავი ცხენი შერასაც იძახი. მე მგონია თურქეთის ნაკრები. აი ეხლა მე შენ გეტყვი. ნახევარდაცვა კი ბატონო. მეკარე კარგი ყავთ, მაგრამ თავდასხმელი მითხარი. არა, ნუ რა ვიცი ხა. არა ყავთ თავდასხმელი. საფრანგეთი 98-ში რო გახსნა, გაიხსენე თავდასხმელი ვინ. ანდრის გაანებეთ თავი, ანდრის ფლანგიდან როგორ დავანება? არა, ანდრი არ იყო ის კლასიკური ხრიანი არ იყო. სად იყო 98-ის ტრეზორი? ეხა მოვიდა. მაშინ ვინ იყო ზიდანი იყო აქეთ, 2 გოლი ფინალში ზიდანმა გაიტანა. იმას არ აყავს აი თურქეთი. ანრი. არა, არიან ისინი ხო გეუბნები. ხო ხდება იმას. საფრანგეთს სოფლიო ჩემპიონი გახდა, იმ ჟირუმ რამდენი გაიტანა? არ მახსოვს. არც ერთი. არც ერთი არ გაუხსნა. ეხლა თვალთ ისე ხო არ არის რომ თავდასხმელი არ ყავთ, კაცო შეიძლება უბრალოდ თავდასხმა არ იყოს შენი მთავარი ჯოკერი, მაგრამ თქვა სხვა რაღაცების ხარჯზე გაკეთე. არა, გიულერის და ილმაზის ხარჯზე და იმეებზე რას ლაპარ საოცარი გუნდია. გიულერი, ჩარხანოღლუ. ჩალხანოღლუ. ძალიან კარგი გუნდია. საჭმელები ჭყეს და ჩახლანოღლუ აი მგონია ჩანახია. ერთი ჩახლანოღლუ. თურქეთი არის ძალიან კარგი გუნდი. მე ვეუბნებოდი ბრძოლებს ხომ რომ შემხდებოდა ვიღაცა ან თურქიან რაღაცა, მეტი არაფერი არ ვიცოდი, ვეტყოდი თურქიშ ფუტბოლონო სევერემ ჰასან შაშ ვეტყოდი და ჰასან შაშ. ჰასან შაში გალათასარაი. გერომალტას მარან. თქვენ ნახეთ როგორ გააცილეს? ჰასან შაში? ესენი შაჰია ძმა. ფანატიკოსები არიან რა. თურქეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, აგერ იმაში კალათბურთში ევროპასკეთზე და ფანატიკოსები არიან ფეხბურთში. მანქანებით და ყველას თურქეთის დროშა. სტადიონზე რა ხდება ზოგადად რო აიყო სტამბულში რამდენი ფანატები არიან მართლა. სტამბულში რამდენი სტადიონი. სხვათა შორის ქართულ ფეხბურთსაც პატივს სცემენ. აბა ეხა არ ჩიკოდა შოთენ აჩინ შოთენ არა ხა ამ იმაზე ხა ტყუპები იქ სერიოზული ის არის ტყუპებზე ვლაპარაკობ ხემდე ხა მე ტრაბზონში მაქვს ნანახი იმაზე რაგბზე ვიყავით მაშინ რომელი წელი იყო 2011 ხო თუ 10 იყო რაგბზე ვიყავით და სიუჟეტი რაგბზე დაიწყეს იმით ტყუპებით თურქულ ტელევიზიაში და რაღაცა ის რომ საქართველოსზე წამოვიდა ხო ტრაბზონი და იქ რამდენი საუნა ჩასულიყავი ტრაბზონში ნუ ამა ესენი ღმერთები არიანას ლაპარაკობ და ისედაც ეხა რა ვიცი ხა რა ვიცი კვარაცხელიას რასაც უყურებდა კვარაცხელია ყველგან არის უკვე ნებისმიერ უნივერსალური წერტილი აი ჩადი ხარ იმაში პარიზში ვიყავი ხა შემოდგომაზე ხა რა თქმა უნდა პირველ წავით სტადიონზე და ეს ვინც არ უნდა მოსულიყო ეს წვრილ თვალებიანი სხვაფერი
რა ვიცი რასივში დამადანაშაულებენ ახლა ისე ვიძახი უბრალოდ ყველა ჯდებოდა იმ სკამზე სადაც კვარაცხელე გასახდელი ხო არის რო აწერია გვარ იქ იღებდა ფოტოს და ყველა ახლა ქართველები ვინც გაკურებულები ვიყურებდნენ რა იციან ამა თქმა იცი ამა იციან რომ ეს აღარ არის უკვე მარტო ჩვენ რო ვიცდეს არის всё თელმოსოფლიო მიცის კი ლოკალურ სუპერსტარობას გაცდა დიდი ხანია უკვე და გლობალური სუპერსტარი. ვინ გავიყვანეთ მაგ ჯგუფიდან? ნუ ამ ჯგუფიდან სასახად ინგლისი და ხორვატია და განას შორის ნუ რაღაცა შევა განამა წამოყოს. კი არა, ეგრე ავერ იტყვი. არა, ხო და მაგით განას ეგრე ხორვატია განა სერიოზული ჯახია. მინდა არავინ არ ფსა. ხორვატია სუმე სიმპათიურებოდა და აი განსაკუთრებით მოდრიჩი. აი სუ ვიძახი რომ აი დამცინეს და მე გავახსენი 2018 წელს მეგობრებს რა ბიჭებს რომ ტოტენჰემში რო იყო მაშინდელ მოდრიჩზე გეუნები რომ აი გუნდი რაღაცა ხო ის რო ლაპარაკო ფეხბურთზე აი მეთქი მოდრიჩის გარშემო უნდა აწყო გუნდი რომ ყავდეს აი ესე ტიპს მოვიყვანდი და ამის გარშემო და აუ რა მოდრიჩი და სადის აიდან იგონებ და რაღაცები და 2018-ში მე ზუსტად ის ადამიანები აი ეს მოდრიჩი იყო მაშინ რომ ამბობდნენ მეთქი რა ასოებს ეგეთი რა გენიალური მოთამაშეა და არა ხანერის ყო აი ბოდიში ილო ჯანოს ვადარებდი ანანიძეს სულ და მეგონა რომ აი ესეთი გახდებოდა აი რაღაცა პატარა არა ისიც სუსტია აი ფიზიკურად არა სუსტი გამხდარია თორე ისეთი ჯანზია გვერდზე ჯანოს ეგ დააკლდა ზუსტად. ხო და აი ეს მომენტი იყო რომ აი იქიდან იწყებდა უკნიდან რო იწყებს ძალიან ტექნიკური და მოედნის ხედვა ტექნიკა პასი ყველაფერი აი ეს შედა და ზუსტად რაღაცა ისეთი ხო და სულ მეგონა რომ აი ამან უნდა ითამაშოს ამ დონეზე მეთქი მაგრამ სამცხაურთ არ გამოვიდა. ჩემი საყვარელი ხორვატიის ნაკრები არის 94 წლის იმიტომ რომ მაშინ ეს დავორ შუკერი და ბობანი 18 პირველი 80 დავორ შუკერი იყო ჩემთვის ერთ-ერთი ხო ბობანი როგორ განსებოდა და რატო იცი მაშინ იყო ეგეთი ამბავი რომ თულმე მთელი ეს ფული მოთამაშეებს იქ რაღაცა გადაურიცხიათ ხორვატულ ბავშვებთან და თავისი ხარჯით ხო ეგ და ცალკე კიდე რაღაცა პატარა დახმარების იქ რაღაცა კონკრეტულად ეწერა ბოქშიჩმა თვითმფრინავი იქირავა ბობანმა იმის ფული გაფორმის ფული გადაიხადა შუკერმა ისა იქ რაღაცა და ძალიან დიდი ხანი სხვა შორის აქაც რო იყო ხორვატიის ნაკრები ბილიჩი იყო ხო მაშინ მწვრთნელი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელი იყო ევროპაზე ვინც გავიდნენ მაშინ რაღაცა იმათთან შედარებით რაც ჰქონდათ კაპიკები ჰქონდათ ამათ და ეს ფორმა ყველაფერი ბიჭების შეგროვებული იყო ყველაფერი ფული და ის როგორ შეიძლება ეგეთი ხალხი არ გიყვარდეს საოცარი ხალხი აი ედი შეხედეთ რაც ვარა აქვთ ფული მაგრამ თამაშობ რა ჩვენს არა ხორვატია მაგიტო იმსახურებს ყოველთვის საიმ სიმპათიას თან რაღაცა ის თაობა იყო ხა ყველაზე რა იყო იცი 90-იანი წლები იუგოსლავიის მაგარი იყო და ისა 90 წელს უბრალოდ სტატისტიკას რაღაცებს უყურებდი 90 წელს რამდენი სერბი იყო იმაში სოფლიო ჩემპიონატი იუგოსლავიის ნაკრებში აი თუ პროსტა აი რო თქვა ციფრი რა 2 4 უნდა მეთქვა 2 ხო აი ეგეთი რაღაცა სტოიკოვიჩი იყო ნუ მართლა ძალიან მაგარი ლეგენდა და კიდე ერთი იყო და სუ ხორვატები და ისინი იყვნენ რა გუნდი იყო ახლა ყველაზე მეტი იყო ხორვატი ხა იქ მაკედონიელიც იყო ბოსნიელიც იყო მონტენეგროელიც იყო გასაგებია მაგრამ აი ხორვატები მაშინ რა ყველა სახელმწიფო რომელიც დაიშვა რაღაცას აკეთებს ძალიან სპორტული ეს იყო გაერთიანებული ერებია სერბებიც ჯერ კალათბურთში ძალიან ძლიერი ყველა სპორტში ხელბურთი აიღებს წყალბურთი აიღებს დალი პაკეტში ხო იყო ეგეთი როგორ არის ხო მაგრამ სამ გაგახსენა მეთქი უცებ მეთქი სერბები ძალიან მაგარი ხალხია გიждები სერბებზე ისეთი მაგარებია ხორვატების სერბები ბოსნიელები ყველა თავისი ისა აქვს მე უმარი ხალხია პატივცემ ძალიან რა ვიცი ნოვისადი გუნდიცა ხო რა მერება თამაშობდა რა სანამ დუნაი ხო ყველგან გადის მანტრა და დუნაის სანაპიროზე არ ვიცი სადამ შევძელი და მე რაღაცებს იმაში ჩაყოლეს სუ სპორტული მოედნები და ისინი იყო კალათბურთის ხელბურთის რაღაცა ქვიშის მინი ფეხბურთის უბრალოდ სარბენი სუ და დილით ადრე გავედი მაინტერესებდა და აი სავსე იყო რა სავსე იყო ზოგი დარბი ზოგი თამაშობ ზოგი იმაში გაიზრებიან აბა რა იქნება მეთქი ესე კულტურაა ეს ამისი რომ სპორტულად უნდა იცხოვრო რა ეს რაღაცა და ამ ყველაფრისგან მოდის მერე და სხვა შორის ეს ამ ნოვისადშია დაბადებული ისა სერბი ჩოგურთელი იყო ერთი კიდე და რამდენიმე ძალიან ცნობილი ძალიან პატარა ქალაქია რა სპორტული ქალაქია იოკიჩიც ახლა სერბეთში მაგალითად ფოტოდებს იოკიჩი აი მხელა ბავშვია ფუტკოლა დიდი ბავშვია ესე და
ვინმეს არ გინდათო სტატუსი უწერია იმაზე, რომ ვინმეს არ გინდათო კალათბურთელები თამაშობ უბანშიო თუ რაღაცა და ეხლა მაგას რომ ვინმე შეხედავ ვინი ფიქრებდა ბიჭო რომ სოფლიოში საუკეთესო კალათბურთელი უკვე 4 წელია იოკიჩია ფაქტობრივად. შარშან? სიგიჟი. ის რო ყველა ვარჯიშობს და ეს რო ცეკვავს, თან ყველგან ჩანს. ოღონ თან როგორი ტიპია იცი? ცხენებზე გიждდება NBA-ის ჩემპიონობა რომ მოიგო. აი ესე ვითომც არაფერი ისე იყო, წია და რაღაცა და ცხენმა რომ მოიგო ბოლა. გაერია ხო ემოცია. ირო და ბღაო და ესე იყო ტიპი. მოკლედ, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო გამოვიდა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი ისტორია გავიხსენეთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნებოდა საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის და მე დათოს ვეთანხმები, რომ სოფლიო ჩემპიონატი ქვეჯგუფების მერე დაიწყება, რა თქმა უნდა, ის თავისთავად დასახურებელია. ვის სუსტი ჯგუფი სადაც იქნება და ძლიერი ის ყოველთვის ნელი ეცდება, რომ ესენი ყველაფერი დამუშავებულია, უკვე იცი რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა გააკეთონ, მაგრამ ესე გასახურებლად ზოგისთვის ძალიან კარგი იქნება ქვეჯგუფები, თუმცა ყველაფერი ხდება ფეხბურთში, ამაზეც რაღაცა ესე ვთქვით და დასკვნა გავაკეთეთ, რომ ერთ თამაში, ორ თამაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დავით, ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრე. ბადრი, მადლობა შენ და მადლობა შენ, ჩვენ შევხვდებით. მადლობა ყველას და აბა გემშვიდობებით. ლაიქი და subscribe-ი არ დაგავიწყდეთ.